მოგესალმებით პატრიციებო ტელემაყურებლებო, დღეს ტელეკომპანია Argo წარმოგიდგენთ პოლიტიკურ დებატებს. ეს პროექტი მომზადებულია საქართველოს რეგიონალური ასოციაციასთან ერთად და მას მხარს უჭერს AIREX-ის მედია პროგრამა. გადაცემის ნახვა დასრულების შემდეგ შესაძლებელია ინტერნეტ სივრცეშიდაც. იგი აიტვირთება Garbo Online TV-ზე, ჩვენს ვებგვერდზე Argo TV-ზე და ასევე Headline J-ზე. დღეს როცა საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო დარჩა პოლიტიკური პარტიებისათვის, რომელთაც ყავთ პრეზიდენტობის კანდიდატები, ძალზე მნიშვნელოვანია თავიანთი პროგრამები უფრო ფართოდ მასებს გააცნო. დღეს ჩვენი დებატები მათ ამის საშუალებას აძლევს. დღევანდელ დებატებში მონაწილეობენ ოთარ ქათამაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ესტაფონის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი. იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის წარმომადგენელია. ბატონი ვახტანგ გაბუნია, დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი თარგამაძის წარმომადგენელი. ბატონი გია თუთფერიძე, პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წარმომადგენელი. ბატონი კახაბად გოქაძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ზესტაფონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გახლავთ და იგი დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ხურჯანაძის წარმომადგენელია. ბატონი დავით გამცემლიძე, ლეიბორისტული პარტიის ზესტაფონის ორგანიზაციის კოორდინატორი, ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის წარმომადგენელი. და ბატონი როინ ხიჯაკაძე, ხალხის პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, შესაბამისად ხალხის პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის კობა დავითაშვილის წარმომადგენელი გახლავთ. მოგესალმებით ბატონებო, მადლობას მოგახსენებთ დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობისათვის და დღეს ჩვენთან სტუდიაში ასევე არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ისინი გადაცემის მსვლელობის მანძილზე და ექსპერტების რანგში ალბათ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ გააკეთებენ შეფასებას. დარბაზში არიან ასევე ცალკეულ პოლიტიკურ პარტიათა მხარდამჭერები. გადაცემის ბოლო ბლოკში ჩვენ გეგმავთ ასევე ეთერში ჩართოთ მაყურებლები, რომლებიც მათთვის საინტერესო კითხვებს დაუსვამენ ჩვენ სტუმრებს. ტელეფონის ნომერს მე მოგვიანებით შეგახსენებ. ახლა კი რაც შეეხება ფორმატს. გადაცემის დაწყებამდე სტუდიაში მოეწყო კენჭისყრა, რითაც განისაზღვრა რიგითობა თუ რა თანმიმდევრობით უნდა წარმოადგინონ ჩვენმა სტუმრებმა თავიანთი პროგრამები და ხედვები. ამ რიგითობის მიხედვით შემდეგნაირი თანმიმდევრობა იქნება დაცული. პირველი წარდგენას გააკეთებს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, შემდგომ ლეიბორისტული პარტია, შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ხალხის პარტია, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. სწორედ ამ თანმიმდევრობით გასცემთ ბატონებო პასუხებს ჩემს მიერ დასმულ კითხვასაც. ახლა კი პირველი და მთავარი კითხვა. როგორია თქვენი პროგრამის ძირითადი მიმართულებები, სლოგანი, პრიორიტეტები და რას პირდებით ამორჩევებს ჩვენი რეგიონთან მიმართებაში? როგორც მოგახსენებთ, პირველი პასუხისათვის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რიგია, ვნახოთ თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატის ბიოგრაფია და შემდგომ 3 წუთში ბატონო გია, ეს სავალდებულო ფორმატი იქნება ყველა გამოცვლელისათვის, მოკლედ უნდა უპასუხონ დასმულ კითხვას. გიორგი მარგველაშვილი დაიბადა 1969 წლის 4 სექტემბერს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1998 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში. 1995 წელს მუშაობდა ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში, თარგმნელად, შემდეგ ასისტენტად და პროგრამის ხელმძღვანელად. 2000 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2012 წლის ოქტომბრიდან იყო განათლების მინისტრი. 2013 წლის მაისიდან კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატია. დიახ ბატონო გია, ჩვენ გავეცანეთ ბიოგრაფიას
და ბრძანეთ თქვენ 3 წუთი გაქვთ. მოგესალმებით. პარტიული მაგისტრატურის წარმომადგენელი პრეზიდენტობის კანდიდატი პარტიულისებიდან ბატონი გიორგი მარგველაშვილი, თქვენ გაიცანით მის ბიოგრაფიას და მე მინდა უბრალოდ ერთი პატარა სესიის გავაკეთო, რომ ამ ბიოგრაფიაში პრაქტიკულად არ არის, რომ გიორგი მარგველაშვილი იყო ან წარმოადგენს რაიმე პოლიტიკურ ელიტას, ის არასოდეს არ ყოფილა ასეთი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, არ ყოფილა ამ წლების მანძილზე აქტიური პოლიტიკურ ასპარეზზე და მე ვთვლი, რომ ეს არის ზუსტად ის დადებითი, ყველაზე დიდი დადებითი, რაც გააჩნია მას თავის განათლებასთან და იმ ხედვებთან ერთად, რამე თუ ის არ ყოფილა არანაირ გარიგებაში სააკაშვილის რეჟიმთან და მას არ მიუღია მონაწილეობა, რამე თუ ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაცია თავისი ლიდერებით პასუხისმგებელი იყო ყველა იმ მოვლენებზე, რა მოვლენების ვითარდებოდა ამ 9 წლის მანძილზე. არ აქვს მნიშვნელობა ეს იყო ოპოზიციური თუ ეს იყო ხელისუფლება. რამე თუ ისინი იყვნენ პოლიტიკურ ასპარეზში. ეს მიმაჩნია მისთვის ძალიან დადებით მომენტად. გასაგებია ეს პროგრამას რაც შეეხება, ჩვენი პროგრამა არის, რომ ესა ჩვენ მივდივართ დემოკრატიული ქვეყნისაკენ, ეს უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ეკოლოგიური უფლება, ხარს უსვამს ეკოლოგიური რამე ისეთ რაიონში ვცხოვრობთ, რეგიონში, როგორც ეს საფრთხეა. ქვეყანა, რომელსაც აქვს სტაბილური ეკონომიკური განვითარების ვექტორი. ქვეყანა, რომელიც არის თავისი მეზობლებისათვის თანმიმდევრული და თავის ძალიანად სოფლიო თანამეგობრობისათვის არის თანმიმდევრული. ქვეყანაში უნდა განვითარდეს ეკონომიკა არა რესურსებზე მარტო, ბუნებრივი რესურსებზე, რა თქმა უნდა, არამედ უნდა განვითარდეს ახალ ტექნოლოგიებზე, ისედაც საჭირო არის სხვადასხვა სისტემების განვითარება. ქვეყანაში უნდა იყოს განვითარებული უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატის და ზოგადად პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართულება, რომ სოციალური კუთხით უნდა იქნეს, ესე იგი ეს არის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის სფეროები, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ჩვენთან მთავარი ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სოფლის მეურნეობის განვითარება და წელს 2013 წელს დაინახა თუ რა თანხა იქნა ჩადებული სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია და რა თქმა უნდა პრეზიდენტობის კანდიდატი ბატონი გიორგი მარგველაშვილი ყველა იმ დაპირებას, რაც იქნა მიცემული ხალხისადმი, ის სტრატეგიული გეგმა, რაც იქნა გაცილებული პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ თანმიმდევრულად განახორციელებს. ჩვენ დავიწყეთ და უნდა განავითაროთ ხელსაყრელი პირობების შექმნა ბიზნესისათვის. ბიზნესი არ შეიძლება იყოს ერთი პიროვნების, არ შეიძლება იყოს რაიმის მონოპოლია და ბიზნესი არ შეიძლება იყოს ბატონო გიაუცი წამი დაგჭირდა ძალიან გთხოვთ პოლიტიკისათვის. აი ეს არის განათლება, სამედიცინო მიმართულება, სფერო და სოფლის მეურნეობა. ეს არის სამი ძირითადი სოციალური მიმართულება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის უახლოეს განვითარებისა. მადლობთ, თქვენ კიდევ გექნებათ საშუალება ამ პროგრამაზე სასაუბროთ. შემდგომ ლეიბორისტული პარტია პასუხობს დასმულ შეკითხვას, მანამ კი ვნახოთ თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატის მოკლე ბიოგრაფია, რომელიც ტელემაყურებლებსაც შეგთავაზებთ. შალვა ნათელაშვილი დაიბადა 1958 წლის 17 თებერვალს. 1991 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1999 წელს სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტურა, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 2004 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერთა პროგრამა. 1991-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. 1992-1999 წლებში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წესით არჩეული დამოუკიდებელი დეპუტატია. 1995 წლიდან დღემდე საქართველოს ლეიბორისტული პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. ბატონო დავით, თქვენს პროგრამასთან მიმართებაში თქვენ 3 წუთი დრო
მოგესალმებით ჯგუფოსო ტელემაყურებლებო, საყურებელს ესწრაფონებო. მე მინდა წარმოგიდგინოთ მოკლედ ის პოსტულატები, რასაც ბატონი შალვა ნათელაშვილი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის ახავს და დავიწყებ პირველი ეს იქნება სახელმწიფოებრივი მოწყობა, სადაც გულისხმობს საქართველოს ნეიტრალიტეტს. არც ერთი ქვეყნის ჯარი არ უნდა იდგეს საქართველოში, უნდა მოხდეს გამყოფაზე ვაჭრობის განვითარება. სავაჭრო ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით რუსეთთან. ბატონი შალვას პრეზიდენტად მოსვლის შემთხვევაში აღდგება ვიზო რეჟიმი. მეორე, სტრატეგიული ობიექტების ნაციონალიზაცია, რაც გულისხმობს სტრატეგიული ობიექტების ოქროს საბადოს, რკინიგზის, ენერგო და ნავთობის პროდუქტების სახელმწიფო მმართველობაში გადასვლას. მესამე, უფასო განათლება, განათლება უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან. პირველი საფეხური სკოლების და ფინანსება ლეიბორისტული პარტიის ძალისხმევის გადასდა დადებითად. ბატონი შალვა ნათელაშვილის პრეზიდენტად მოსვლის შემთხვევაში ბიუჯეტიდან დაფინანსდება უმაღლესი სასწავლებლები, ასპირანტურა და დოქტორანტურა. შემდეგი მეოთხე ჯანდაცვა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საბიუჯეტო უზრუნველყოფა უნდა მოხდეს. ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების შემცირებაც უნდა მოხდეს, რაც გამოიწვევს შიგა პროდუქტების გაიეთებას, ანუ ეს არ არის პრობლემატური, მით უმეტეს საქართველოს დიდი ენერგორესურსებია. ეკონომიკის განვითარება, რაც გულისხმობს გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა დამუშავებას ინვესტორებისათვის დაბალი გადასახადებით, უმუშევრობის დაძლევა გვესახება საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებით, სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა გვესახება პენსიების და სოციალური დახმარებების შესაბამით შემდეგი არაერთი საარსებო მინიმუმთან, უმუშევრობის კომპენსაციით, ეკოლოგია და ბუნების დაცვა, დასვით უზრუნველყოფა უნდა იყოს სპეციალური ეკოლოგიური კონტროლის შექმნით და ეკოლოგიური დარღვევებზე პასუხისმგებლობის გაძლიერებით, მიწების გაგების აკრძალვა უცხოელებზე, რადგან საქართველოში შეიძლება თავი მოიყარონ ისლამისტმა ექსტრემისტებმა. ერის განმავლობის პრობლემის გადაწყვეტა მოხდება ახალგაზრდა ოჯახებზე მატერიალური დაინტერესებით, დახმარებებზე, ფულადი დახმარების დანიშნვის გაჩერება, სოფლის მეურნეობას შეიძლება განვითარდეს, მაგრამ თუ გადამამუშავებელი ქარხნები არ ავაშენოს, შემდეგ პროდუქცია ვეღარ გაიტანს, პირები გარეთ და დაზარალდება მაინც ამიტომ ეს ის გახსნილი. ანუ თუ კი ახალშობილებზე გავამოქმედოთ ყურადღებას არ მოხდება ეს პროგრამა 2050 წლისთვის გაეროს მონაცემებით ქართულებად იქნებით 1.200.000. ამით ამოვწურავ იმ პროგრამას, რაც ძირითადად წარმოგიდგინეთ და შემდეგ გას მიგიხეთ რაღაცას. კი, თქვენ ჩაეტიეთ დროში. ბატონო დავით და ძაბე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგითობა, ნახოთ თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატის ბიოგრაფია და ბატონო ოთარ მოვისმინოთ თქვენი პროგრამული ხედვები. დავით ბაქრაძე დაიბადა 1972 წლის 1 ივლისს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფიზიკოსის სპეციალობით და სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის სახელმწიფო მოხელის სპეციალობით. არის ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1998-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2002 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოში. 2004 წელს გახდა პარლამენტის დეპუტატი. იყო ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2008 წლის იანვარში დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. 2008 წლის ივნისიდან 2012 წლის 21 ოქტომბრამდე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 2012 წლიდან არის პარლამენტის დეპუტატი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი. და ბატონო ოთარ, როგორია თქვენი პროგრამა? დავით ბაქრაძის პროგრამა წარმოადგენს ქვეყნის უკუსლის შეჩერებას. ისევ დღეს მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკა არის შეჩერებული ეკონომიკური და იკარგება სამუშაო ადგილები. შესაბამისად ინვესტიციები შემცირებულია, ბიზნესი გაჩერებულია, სამუშაო ადგილები ფაქტურად არ არის, მომატებულია კრიმინალი. დავით ბაქრაძის გამარჯვების შემთხვევაში ისევ ამუშავდება ეკონომიკა, ამუშავდება ბიზნესი და რა თქმა უნდა გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენი პროგრამა ჩვენ კანდიდატს ამის გარანტიებს აძლევს ის, რომ მის გუნდში დგას ის ხალხი, რომელმაც 2003 წელს ქვეყანა ჩაიბარა გაღადაკებული, კორუფციით გამეფებული და რა თქმა უნდა კრიმინალის
მეფობდა იმ პერიოდში ალბათ ყველას კარგად მოგვეხსენებათ და შესაბამისად დღეს ეს გუნდი ამ გუნდს წარმოადგენენ იყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძე, რომელიც არის დიპლომატი ადამიანი და დღეს ჭირდება საქართველოს სწორედ ისეთი ადამიანი, როგორც არის დავით ბაქრაძე. თქვენ ასე მოკლედ და კომპაქტურად აყალიბებთ თქვენ პროგრამას. გასაგებია ხალხის პარტია ბატონი ყოვა დავითაშვილი ნახოთ ბიოგრაფია და ბატონო როინ ალბათ თქვენ პროგრამის პრიორიტეტებზედაც ისაუბრებთ. ყოვა დავითაშვილი დაიბადა 1971 წლის 31 ივლისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1993 წელს მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ შეიარაღებულ კონფლიქტში. იყო 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი. 2006 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე. 2007 წლის ივლისიდან არის ხალხის პარტიის თავმჯდომარე. 2008 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი. 2012 წლის ოქტომბრიდან პარლამენტის წევრი. 2013 წლის 2 აგვისტოს დატოვა უმრავლესობა. არის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი. ბატონო როინ დიახ, პირველი სკოლის სამადობას მოახსენებ ამ პროექტის ავტორებს, რადგან გაზრდას შეგვიძლია რეგიონების მოსახლეობამდე მივიტანოთ საარჩევნო პროგრამების თეზისები, რაც გამილი არჩევნების დროს ნაკლებად ხდებოდა. დავიწყეთ იმით, რომ საარჩევნო პროგრამა ყოვა დავითაშვილის მორგებული არის იმ საპრეზიდენტო უფლებამოსილებებზე, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუციით წესდება. და ამ პროგრამის ერთ-ერთი პირველი ნაწილი არის პრეზიდენტის როგორც ქვეყნის წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში საგარეო პოლიტიკური კურსი. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვიგვაჩნია ყოვა დავითაშვილის აქვს ჩამოყალიბებული გარკვეული ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ მან ხელი შეუწყოს პირველი სოლისა ქვეყნის მრავალი საშინაო პრობლემის და ექტორიული მდგომარეობის აღდგენას. აი, ზუსტად ამ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობას უკავშირდება ქვეყნის შიგნით არსებული პოლარიზებული პოლიტიკური ველის პრობლემაც, სადაც არის ერთის მხრივ რუსები წარმოდგენილი, მეორეს მხრივ პროდასავლელები. ამ ორ პოლიტიკური ძალის შიგნით იკარგება ქართული ინტერესი და ყოვა დავითაშვილი გამოდის ინიციატივით ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არ უნდა იყოს არც ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და პოლიტიკურ ძალას მეტყობილი ადამიანი, ჩაუდგეს სათავეში პროქართული პოლიტიკური ცენტრის შექმნას და ერთგვარად დააბალანსოს ეს ორი ურთიერთგამოვიწყო პოლიტიკური მიმართულება. პროგრამის შემადგენელი ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი არის სამართლიანობის აღდგენის გარკვეული სქემა, რაშიც ჩვენ გულისხმობთ 4 ძირითად მომენტს. კონკრეტულად ეს არის იმ ადამიანების დასჯა, რომლებმაც განვლილი 9 წლის მანძილზე უამრავი დანაშაულები, ძალიან მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს. ეს გულისხმობს იმ ადამიანების სამსახურში აღდგენას, რომლებიც გათავისუფლებული იქნენ უკანონო სამსახურებიდან. ეს გულისხმობს კომპენსაციების გაცემას იმ ადამიანებისათვის, რომლებიც უკანონოდ იქნენ დასჯილები, მათ შორის ფინანსურად, მორალურად ზარალი ნახეს და იყვნენ სამართლებრივად დასჯილები და ეს გულისხმობს იმ ქონების უკან დაბნელებას, რომელიც ამ 9 წლიანი დესპოტური მმართველობის დროს მესაკუთრეებს ჩამოართვეს. მნიშვნელოვანი და განმასხვავებელი სხვა პოლიტიკური პარტიების, სხვა კანდიდატების პროგრამებისგან არის ის, რომ შემუშავებული არის სქემა ანაბრების დაბრუნებისა. საქართველოს მოხსენებად არის პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს პრობლემა არის დღემდე მოუგვარებელი და ამ პრობლემის მოგვარების სქემა აგებული არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფონების სალაროს სიგნალების პრივატიზებაზე, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში და რომლის 60%-ია საკმარისი იმისათვის, რომ ანაბრების თემა იქნეს დარეგულირებული. ახალმა ხელისუფლებამ წარმატებით გააგრძელა რეგრესული დამოკიდებულება უმუშევრობისა და სოციალური საკითხების მიმართ, ანუ საქართველოში სოციალური საკითხები, უმუშევრობასთან მიმართებული პრობლემები იმგვარად არის წარმართული, რომ უმუშევრობის დონე არის შემცირებული და მატულობს კიდეც. ეს გამოიწვია იმან, რომ სოციალური დახმარების და ზოგადად სოციალური პაკეტი აგებული არის იმგვარ მექანიზმზე, რომელიც არ უზრუნველყოფს უმუშევრობის შემცირებას და ადამიანების რეალურ კეთილდღეობას. ანუ მიბმული არის ქონებრივ მდგომარეობაზე სოციალური დახმარებები, არ არის ყოვლის მომცველი, მაგალითად არ არის გათვალისწინებული მრავალშვილიანი ოჯახები და ასე შემდეგ. ანუ ამ თვალსაზრისით პროგრამა შეიცავს გარკვეულ
მონახავს იმის შესახებ, რომ სოციალური დახმარებების სისტემა აგებული უნდა იყოს შემოსავალზე და ხონებრივ მდგომარეობაზე. აუცილებლად არის გასათვალისწინებელი დემოგრაფიული მდგომარეობა და პრობლემები. ძალიან ცუდია, სამწუთი არ იძლევა შესაძლებლობას ყველაფერი წარმოადგინოთ. გასაგებია, მაგრამ ძირითადი თეზისები მაინც ნათელია თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო პრეზიდენტობის კანდიდატის მოკლე ბიოგრაფიას გავეცნობთ და ბატონი კახაბერი მოგვახსენებს თავიანთ პროგრამულ ხედვებზე. ნინო ბურჯანაძე დაიბადა 1964 წლის 16 ივლისს. 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1986 წელს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურა. 1995-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრია. 2001 წლის ნოემბრიდან 2004 წლის აპრილამდე საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე. 2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის იანვრამდე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრამდე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. 2004-2008 წლებში საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე. ნინო ბურჯანაძე 2008 წლის დეკემბრიდან პოლიტიკური პარტია დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს თავმჯდომარეა. ბატონო კახაბერი მივესალმები ტელემაყურებლებს წარმოგიდგენთ ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო პროგრამას, რომლის სლოგანია სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის. რაც შეეხება პროგრამას, ეს იმდენად მრავლის მომცველი, ალბათ ამ სამწუთში შევძლებთ ამით ძლიერ გამოცემას, მაგრამ შევეცდები ცოტა მოკლედ პროგრამის შესახებ მოგახსენოთ. თეზისების სახით, რა თქმა უნდა, დამთავრდება კოჰაბიტაცია ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის. აღდგება სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის, რაც სამავდროულად მომავალი ხელისუფლების ხანამორჩილების გარანტიაც იქნება. დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დამთავრდება ხალხის დანიშნვა თანამდებობების დაფესავებისა და პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით. მოხდება ქვეყნის უმთავრესი ეკონომიკური მიზნის ქვეყნისა და ერის გამთლიანება. დაიწყება რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები. გადაეტყვება ნაბიჯები საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, რუსული ბაზის გახსნაზე, რაც საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების გარანტი იქნება. დაიწყება პირდაპირ მოლაპარაკებები აფხაზებთან და ოსებთან და მოხდება მათი დაბრუნება ერთიან საქართველოში. გაღრმავდება ურთიერთობა ევროკავშირთან. ნატოსთან ურთიერთობა მოემსახურება რეგიონში უსაფრთხოების გამტკიცებას. საქართველოს ხელს შეუწყობს სტაბილიზაციის პროცესს ჩრდილოეთ კავკასიაში. ქართული სამხედროების ნიჭით ენერგია მოხმარდება საქართველოს და ჯარის წვევამდელი სისტემიდან გადავა საკონტრაქტო სისტემაზე, რაც ჯარის განჯასაღებასთან ერთად უამრავი ადამიანის დასაქმებას გამოიწვევს. გამოძიებული იქნება ყველა რეზონანსული საქმე და დამნაშავე სისტემის შექმნელნი, ქვეყნის ტერიტორიების დამკარგველი 2008 წლის ომის შემოქმედი წარსდგებიან მასაჯულების წინაშე. სასამართლო იქნება სამართლიანი, კომპეტენტური, ობიექტური, მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი და იაფი. სახელმწიფო იქნება მოქალაქეების დამცველი და ყველა მოქალაქეს შეხვნის თანაბარ პირობებს. სახელმწიფო იზრუნებს მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას და ჯერულად დააფასებს მათ შრომას. სახელმწიფო ჯანდაცვითი გარანტიები გახდება საყოველთაო და სამართლიანი ნებისმიერი მოქალაქის მიმართ. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს უნარშეზღუდული მოქალაქეების მიმართ. სახალისებული იქნება კველმოქმედება, შემცირდება ქვეყნის გარეთ მოსახლეობის მიგრაცია და საქმეების საკითხი ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცევა. ყურადღება მიექცევა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს. ხელი შეეწყობა საშუალო წვრილ მეწარმეებს, საშუალო ფენა გაზრდილდება და რაოდენობრივად გაიზრდება. შესწავლილი იქნება ბანკების მიერ ხელოვნურად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები. შეჩერდება ბინებიდან იპოთეკართა გამოსახლების პროცესი. ხელი შეეწყობა დავალპროცენტიანი ძელვადიანის ესხების მიღებას და შევა სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები, რომელიც მოქალაქეთა რეალურ დაცულებას უზრუნველყოფს. განვითარდება სოფლის მეურნეობა, სახელმწიფო იზრუნებს მეხების და ფერმერების გაძლიერებაზე, ხელი შეეწყობა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის ძელვადიანი დავალპროცენტიანი ესხების ხელმისაწვდომობას. უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის სტაბილური ბაზარი, რათა ღმერთს მოსავალი არ გაუფიჭდეს. მინერალური ხელფასი და პენსია გაუტოლდება რეალურ საარსებო მინიმუმს. პენსია სამუშაო სტაჟისა და დამსახურების მიხედვით განისაზღვრება, უმუშევართა დაწესდება 6 თვიანი შემწეობები. ცხადია, რომ ბუნებრივი და ინტელექტუალური რესურსების მდიდარი სახელმწიფო გაჭირვებაში არ უნდა ცხოვრობდეს.
პრობლემები მრავლადაა, მაგრამ მათი გადაწყვეტა სწორედ საგარეო და საშინაო პოლიტიკის გახორციელებაზე დამოკიდებული. ქვეყანა სწორედ უნდა განვითარდეს, სამართლებების და კეთილდღეობის გზაზე უნდა დაადგეს, რათა დამკვიდრდეს სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის. დიახ, თქვენც შეძლებთ ბატონო კახა ჩატეული ყავის დროში ისე რომ შეწყვეტად საჭირო არ გახდა და ბოლოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა პრეზიდენტობის კანდიდატის მოკლე ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ თავის ხელებს გაგვაცნობს. გიორგი თარგამაძე დაიბადა 1973 წლის 22 ნოემბერს. 1999 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1991-1993 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია იბერვიზიაში. 1993-1995 წლებში იყო აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე. 1995-1997 წლებში ტელესტუდია ბათუმის დირექტორი. 1997-1999 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პრეს-მდივანი. 1999 წელს იგი პარლამენტის წევრი და ფრაქცია ერთიანი საქართველოს ხელმძღვანელია. 2002 წელს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა პარლამენტი და მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია იმედში. იყო 2008 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი. 2008 წლის 8 თებერვლიდან გიორგი თარგამაძე პოლიტიკური პარტია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარეა. ბატონო მახტა მოგესალმებით, ჩვენს ტელემოყურებელს, მეგობრებო, მოგხსენებთ იმ პროგრამას, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობას და გიორგი თარგამაძეს აქვს სახელმწიფო არჩევნების პერიოდში. პირველი გახლავთ ის, რომ ქვეყანაში გადამოგხსენებათ ეროვნული მდგომარეობა რა ფაზაშია და როგორ ცხოვრობს ჩვენი ხალხი, გამომდინარე აქედან საარსებო მინიმუმი, რომელიც უმთავრესი არის და უბრალოდ სიცოცხლის გადარჩენისათვის არის ძალიან მცირე, შეადგენს 122 კილოკალორიას და ძალიან მცირე, ამას არ მიმართავს არც ერთი ჭარბწონიანი ადამიანი თავის დიეტისთვის, იმდენად სანცტური კილოკალორია არის 122, ეს გახლავთ 155 და რამდენიმე, სადაც ეს. ჩვენ შევაგროვეთ ხელმოწერები, რომელიც 40,000-მდე ხელმოწერა ითვალისწინებდა ამდენი, მაგრამ დაფიქსირდა პარლამენტში და ალბათ საგამომძიებლო ორგანო გადაწყვეტილებას მიიღებს კილოკალორიის გაზრდასთან დაკავშირებით და ის მინიმუმი უნდა იყოს 2500. ეს გახლავთ 250 ლარი. ეს არის საარსებო მინიმუმი. რაც შეეხება სხვა ფაქტორს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განვაც საშიშროებად მიგვაჩნია, ეს გახლავთ ერთსქესიანი ქორწილების დაკანონების შესაძლებლობა. რატომ მიგვაჩნია ჩვენ ეს მოკლედ მოგხსენებთ. პირველი რაც შიშის ფაქტორი გამომდინარეობს იქიდან, რომ ქვეყანაში ჩვენ ყავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები, ისეთების, რომლებიც წარმოადგენენ ლიბერალურ საერთაშორისო პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც პირდაპირ მიმართავენ მსგავს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც წევრებიც არიან, რომ მსგავსი რამ რაც შეეხება ერთსქესიან ქორწინებას დაკანონდეს. ესეთი ქვეყნები, როგორც არის ესპანეთი, ყველაზე კატეგორიულად კათოლიკური ქვეყანა იყო ევროპაში და განსაკუთრებით დღეს ერთსქესიანი ქორწინებაა დაკანონებული. ფრანგებმა საფრანგეთში დაგვიანებული 1 მილიონიანი მარში ვიხილეთ სულ რამდენიმე ხნის წინ. არა მაქვს ლაბარაკი დანის და საერთოდ აქეთ სკანდინავიის ქვეყნებზე. იქ იქამდე მიდის საქმე, რომ ხესებზე შესაძლებელია დაქორწინება. გამომდინარე აქედან ეს ფაქტი რო არ მოხდეს საქართველოში, ეს რო არ დაფიქსირდეს. ან ირიბად ან პირდაპირ, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ 200,000-იანი ხელმოწერები, რომელიც და კანონებს კი არა, არამედ კონსტიტუციაში შეიტანს ცვლილებებს და კონსტიტუციურად იკრება მხარი, რომ ქორწინება არსებობს მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის. არის ესეთი ჩანაწერი მხოლოდ ორგანულ კანონში და ნებისმიერ მომავალ შეუძლია, ნებისმიერ კანონმდებლად შეუძლია მისი შეცვლა, ისე როგორც მე მოგახსენეთ. სამწუხაროდ ეს ფაქტები არსებობს, სამწუხაროდ ქვეყანაში ყავს პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათ უნდა თუ არ უნდათ ვალდებულს გახდიან, რომ ეს დააკანონონ, გამომდინარე აქედან ეს ცვლილებებს ალბათ დამცველების გარანტად გიორგი თარგამაძე მომგვრილება იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი.
მადლობთ ბატონო ვახტანგ, პატივცემულო ტელემაყურებლებო, ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლების მიერ გაღმიანებული მათი პროგრამული ხედვები, ძირითადი გეგმები. ეხლა რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, სარეკლამო ჭრის შემდეგ ჩვენ ძირითადი თემით დაგიბრუნდებით. თბილისისა და ქუთაისის შემდეგ სახაჭაპურე ანტრებატონო ზესტაფონში გაიხსნა. ანტრებატონოში გელით, იმერული ხაჭაპური, ზესტაფონის ყველით, ნახევრადფენოვანი, რაჭული ბაჭული, კუგდარი და პიცა. თბილისისკენ მიმავლებმა თან გაიყოლეთ იმერეთის სურნელება. ანტრებატონოს ხაჭაპურის გემო, რკინიგზის სადგურის წინ, მოედანზე, სახაჭაპურე ანტრებატონო. პირს, რომელსაც უკავია თანამდებობა სახელმწიფო ან ადგილობრივ ხელისუფლებაში, ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან არჩევას. შენი აზრი მნიშვნელოვანია. შეიტანე წვლილი უკეთესი მომავლის შექმნაში. მიაწვდინე ხმა მსოფლიო ლიდერებს. გვითხარი რა გჭირდება პირადად შენ უკეთესი სამყაროს შესაქმნელად. მიიღე მონაწილეობა გაეროს საერთაშორისო გამოკითხვაში ჩემი სამყარო და დაასახელე 6 ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი შენთვის და შენი ოჯახისთვის. გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს myworldgeorgia.org ან გააგზავნე ცარიელი მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 911 5-5. გვითხარი როგორ მსოფლიოში გსურს ცხოვრება, რადგან შენი აზრი მნიშვნელოვანია. აკრძალულია და ისჯება კანონით, საარჩევნო მიზნით საქართველოს მოქალაქისათვის ფულის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირება ან გადაცემა. აკრძალულია და ისჯება კანონით, მოქალაქის მიერ საარჩევნო მიზნით მატერიალური ფასეულობის მიღება. 19 ოქტომბერს კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება სახალხო ზეიმი ოქროსფერი შემოდგომა. ღონისძიებაზე, რომელიც მხატვრული პროგრამის თანხლებით წარიმართება, მოსახლეობას დილის 12 საათიდან საშუალება ექნება იაფად შეიძინოს სხვადასხვა სოფლებიდან წარმოდგენილი შემოდგომის ნობადი. ადგილზე დააგემოვნოს ფელამუში, მწვადი, იმერული ხაჭაპური, შეიძინოს თონისპური და სხვა სურსათსანოვაგე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი გილოცავთ შემოდგომის დღესასწაულს და გეპატიჟებით კულტურისა და დასვენების პარკში. თუ რაოდენ პრობლემურია ეს საკითხი ზესტაფონისა და მთლიანად ჩვენი რეგიონისათვის, ყველასათვის ნათელია, მაგრამ მეტი კონკრეტიზაციისათვის მოდით ვნახოთ სიუჟეტი და ამის შემდეგ განვაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. ეკოლოგიურად დაბინძურებულ ქალაქთა შორის ზესტაფონი ისევ ცხელწერტილად რჩება. ამის ერთ-ერთ მთავარ პირობად რესპუბლიკის უმძლავრეს ფლაგმან ფეროშენადნობდა ქარხანასთან ერთად ქალაქში მომრავლებული მინი ქარხნები ითვლება, რომლის მშენებლობა დღემდე გრძელდება. ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის დასაშვებ ნორმებზე წარმოებული მოკვლევა არ სათდევს და არც პრობლემის შემსუბუქების პერსპექტივებზე საუბრობენ. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა სამინისტროში განსახორციელებელი რეორგანიზაციის მოტივით რამდენიმე თვის წინ შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯიან მანგანეზის ფეროშენადნობდა ქარხანაში გარემოს დაბინძურების აღსაკვეთად დამონტაჟებულმა ფილტრებმა რადიკალურად შეცვალა მდგომარეობა, არასამთავრობო ორგანიზაციების სახელისუფლო სტრუქტურები და მოსახლეობა პრობლემას მაინც არ მიიჩნევენ გადაჭრილად. ნამდვილად თემა არის აქტუალური და არ კარგავს ის თავის აქტუალობის ხარისხს. რამე თუ დღითი დღე მატულობს ჩვენ რაიონში, როგორც მოგეხსენებათ, ონკოლოგიური დაავადებით დაავადებულთა რიცხვი. ეს არის კატასტროფის ზონა ზესტაფონი. ეს არის გულსაკლავი, რომ ჩვენი ქალაქის სიყვარული გვექცა სასჯელად ყველას. არ გვინდა ავიყაროთ ჩვენი მამაპაპის კერიდან. არ გვინდა
უცხოეთის სპეცსამსახურების გეგმა საქართველოს უკართველებოდ განვახორციელოთ. ჩვენ ვითხოვთ, ჩვენი ხელისუფლებისაგან გადაედგას რაიმე ქმედითი ნაბიჯები, იყოს დაპირება რეალური, პერსპექტივა ჯერჯერობით არ აჩანს, არანაირი პროგრესი ამ საკითხის მოგვარებაში არ არის, ეს არის ჩვენი გულის ტკივილი. ერთადერთი ჩემი აზრით ამ საკითხს გამოასწორებს მხოლოდ და მხოლოდ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების როლი. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. არის დამტერიანება, ყანაში გვიჭირს შესვლა, ბალახი დაავადყოფებული არის, საქონლებს ვერ ვაჭმევთ. ბავშვები ახალი თაობა კიდე რა ფრადერიზება და რანაირია გამოვლია, კაცმა არ იცის. შვილები გვეზრდება, გვინდა გარემო იყოს სუფთა და დაჭუჭყიანებულია სულ ამ ფეროსიმით და თუ ჯანმრთელობა რა თქმა უნდა აღარ არის და თუ მოწესრიგდება ეს მდგომარეობა ყველასთვის ძალიან კარგი იქნება. დაპირებები არის და თუ სრულდება, ოღონდ უნდა ასრულდეს. სპეციალისტების განცხადებით, მავნე ნივთიერებით დაბინძურებულ გარემოში ონკოლოგიურად დაავადებულთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება. საქართველოს მასშტაბით ზესტაფონი ამ ტიპის დაავადებულთა ადამიანების სტატისტიკითაც გამორჩეულია. ზესტაფონი ოდითგანვე ცნობილია როგორც ეკოლოგიურად არასუფთა ქალაქი, არაჯანსაღი ქალაქი. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა ის ხა ზუსტად სტატისტიკური მონაცემები ესე ონკოლოგიური დაავადებები შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ პრაქტიკულად ნათელია რომ ზესტაფონი პრაქტიკულად ერთ-ერთი ლიდერ რაიონთაგანია, სადაც ონკოლოგიური დაავადებები ძალიან მაღალია. ეს არის სარძევე ჯერჯვრის კიბო, ეს არის საშუალო ყელისა და საშუალო სტანის კიბოები, ასევე საკვარცხლის კიბოები. პირდაპირი კავშირი როგორც ასეთი ვთქვათ, როგორც ამბობენ რომ ფეროს ქარხნისა და ამასთან დადგენილი სამწუხაროდ არ არის, თუმცა შეიძლება ითქვას რომ ძალიან ბევრი დაავადებულია ზესტაფონის რაიონში სხვა რაიონებთან შედარებით ონკოლოგიური დაავადებებით, ასევე სასუნთქი გზების დაავადებებით, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ რაღაცნაირად ეს პროცესები ახალ ხელისუფლებას ალბათ დააყენებს იმ გზაზე, რომ რაღაცნაირად გამოსწორდეს და ზესტაფონი გახდეს ნორმალური ეკოლოგიურად ჯანმრთელი ქალაქი. დროდადრო არასამთავრობო სექტორი არსებული პრობლემის წინააღმდეგ ხმას იმაღლებს. არსებული მდგომარეობის შესამსუბუქებლად სულ ახლახან კიდევ ერთი ორგანიზაცია ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ქალაქი შეიქმნა, რომელსაც უკვე აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ჩვენთვის სულ ერთი ნამდვილად არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი და მათი ჯანმრთელობა. სწორედ ამას ისახავდა მიზნად ის რომ ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად შევქმნით არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ქალაქი, რომლის მიზანიც არის მოსახლეობასთან ერთად ჩავრთოთ მაქსიმალურად მოსახლეობის ფართოფენები იმისათვის რომ რამდენად ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვაზე გავაძლიეროთ კონტროლი, რამდენად სტანდარტებში არის ყველაფერი ეს მოყვანილი შესაბამისობაში მეწარმეების მხრიდან. ჩვენმა ორგანიზაციამ მოიწია სტატისტიკა ამასთან დაკავშირებით 2007 წლიდან გვაქვს. ალბათ ეს ციფრები ბევრ რამეზე მეტყველებს და ზესტაფონის მოსახლეობა სერიოზულად დააფიქრებს. მე შემიძლია 2007 წლიდან დღემდე წარმოგიდგინოთ ეს სტატისტიკა, საკმაოდ მძიმე მოსასმენია, მაგრამ აუცილებელია რომ მოსახლეობამ ამის შესახებ იცოდეს. 2007 წელს ზესტაფონში ონკოლოგიური დაავადების 942 შემთხვევა იქნა აღრიცხული, 2008 წელს 1023, 2009 წელს 1067, 2011 წელს 1013 და ეს პროგრესი გრძელდება დღემდე. ალბათ შემაშფოთებელია. ოფიციალური მონაცემებით 100,000 მოსახლეზე დაავადებულთა მაჩვენებელი 2007-2012 წლებში გაზრდილია 122.8%. რამდენიმე თვის წინ პრემიერთან რეგიონალური ტელეკომპანიების ჟურნალისტების შეხვედრაზე ჩვენ პრიორიტეტი უამრავ პრობლემათა შორის ეკოლოგიას მივანიჭეთ. მე ჩემი რეგიონის წინაშე ყველაზე ასე ვთქვათ აქტუალურ და მწვავე პრობლემას გავააქტიურებ, ეს არის ეკოლოგიური პრობლემა. ახალი ხელისუფლების მოცვლის შემდეგ გაჩნდა გარკვეული იმედი იმასთან მიმართებაში, რომ პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა პირველად პარლამენტის არსებობის ისტორიაში გაააქტიურა ეს საკითხი და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაავალა რეკომენდაციები მისცა, რომ 3 თვეში დაედო მონაცემები. მაგრამ სულ რაღაც 2 თვეში ბატონო ბიძინა იგივე კომიტეტმა წერილი გამოაგზავნა, რომ მიმდინარეობს ასე ვთქვათ რეორგანიზაცია სამინისტროსი და ამ ეტაპს ეს არ მოხერხდება და იმედიაო რომ ალბათ შემსრულდება. მოგახსენეთ ჩემს დამოკიდებულებას. ზესტაფონში ეს აცლეულობით არსებობს ეს პრობლემა.
ფეროს ქარხანა გაქვთ ხედულობაში. დიახ. ჩვენ ორივე მხარე უნდა კარგად გავითვალისწინოთ. იქ ინვესტორი არსებობს, რომელიც ასე თუ ისე ქმნის სამუშაო ადგილებს, ქარხანა ფუნქციონირებს. ჩვენ გვინდა ინვესტორი არ შევაშინოთ და მას დახმარებაც მაქსიმალური აღმოუჩინოთ, მაგრამ არა ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე. გარწმუნებთ, რომ რაც შესაძლებელია, რაც შეიძლება, რომ არ გადავდეხოთ არც ერთ მხარეს. თქვენ ისიც არ გესიამოვნებათ, რომ ხვალეს ქარხანა დაიხუროს. ხო, ბევრი სამუშაო ადგილი გაუქმდება. ჩვენ გვჭირდება ორივე, რასაც მე მუდამ პასუხობ, ეკონომიკამ უნდა უშველოს ქვეყანას. ინვესტორებმა და დასაქმებამ უნდა უშველოს ქვეყანას. შემოსავალი უნდა გაიზარდოს ოჯახებში, გაიზარდოს ამით ბიუჯეტი. ეს აუცილებელია. კომპონენტი ამავდროულად ჩვენ უნდა ეკოლოგიაში მივხედოთ ჩვენსას, უნდა შევინარჩუნოთ ეკოლოგია და შევინარჩუნოთ ადამიანების ჯანმრთელობა. ვზრუნავთ ორივე მხრიდან. გარწმუნებთ, რომ ზესტაფონის ქარხანა ერთ-ერთია ჩვენს პრიორიტეტებში, რომ მოვახერხოთ, დავეხმაროთ ინვესტორს, რომ არ გავაჩეროთ ქარხანა და გადავაწყოთ ტექნოლოგიები, რომ ნაკლები ჭუჭყი იყოს. ეკოლოგიურად არაჯანსაღ გარემოზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეკობრებიც. ნინო ჩხობაძე პრობლემის შესამსუბუქებლად ეკონომიკური მექანიზმების ამოქმედებას ასახელებს. მისი თქმით, სახელმწიფოს უნდა კონდეს გარემოს დაცვითი აუდიტის ჩატარების უფლება საწარმოებში. ამავდროულად მისი თქმით, საგადასახადო სისტემის ისეთი სრულყოფაც უნდა მოხდეს, რომელიც საჯარიმო სანქციების დაწესების უფლებას იძლევა. დავწყებიდან რომ ჩვენ ზესტაფონში და მიმდებარე ტერიტორიაზე თერჯოლასთან გვაქვს სერიოზული პრობლემები თვალსაზრისით რომ ჯერეთი ზესტაფონი არის ძალიან ძველი ქარხანა და მას არ ქონდა გავწმენდი და ეს დაწყებული 60-იანი წლები და ზესტაფონი არის დღის წესრიგში ყოველთვის იდგა პროფიტები მას არ ქონდა მეორე საკითხი ეს პრობლემატური ამას დაემახა კიდე რამდენიმე საწარმო რომელიც აგრეთვე ფეროზე მუშაობენ და ესეც პრობლემატური გახდა იმიტომ რომ აქ არ არის ლაპარაკი იმას დაცული იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები იყოს ისე ძველი ტექნოლოგიები მუშაობთ და კიდე ერთი საწარმო გვაქვს თერჯოლის ამ ტრასისთან ახლოს თერჯოლზე და მოდა გავდივართ თუ არა თერჯოლის პრიორიტეტზე რომელიც ასევე მარგალეთის ტექნოლოგიას გადამუშავებთან დაკავებს შესაბამისად თვითონ მარტო ზესტაფონში ესე ვთქვათ ემისი არ მოქმედებს სამშობლოში მოქმედებს მთლიანობაში ყველაფერი ის რაც გარშემო არის ერთ ადგილად კონცენტრირებული ამ შემთხვევაში დასკვნა ჩვენ დასამწუხაროდ ჯერჯერობით იქნება იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ორგანიზაციამ 2012 წლის განმავლობაში ზაფხული გაქვევა ზესტაფონის ფეროშენობის ქარხნიდან ეს ნიშნავს იმას, რომ მან აბსოლუტურად უნებართოდ დაუფრთხილებლად დაუშვა ჰაერში იმ ხელრაოდენობა ემისიის, რაც ძალიან მნიშვნელოვნად პრობლემატური და გახსოვთ თქვენ იყო პერიოდი, როცა ზესტაფონი პომში იყო გარეული, გახვეული მთლიანობაში ამ ქარხნიდან და მე ვიცი, რომ საჯარო სანქციები ამ მომენტში მოხდა. ჩვენი აზრით არის მნიშვნელოვანი რომ ჩატარდეს აუდიტი ყველა ქარხნის რომელიც არსებობს ადგილზე გარემოს დაცვითი აუდიტი მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ეს პროცედურა ჯერჯერობით ბოლომდე დაცული არ აქვს სახელმწიფოში აუდიტი უნდა ჩატარდეს ამის შედეგს კომისია და წავიდეს შეფასება რა მდგომარეობაშია საწარმოს ტექნოლოგიები მე თვითონ ან შეიძლება მეორე საკითხი მოხდეს თვითონ სახელმწიფომ აუიძულოს საწარმოები ჩაატარონ გარემოს დაცვითი აუდიტი თავის ტერიტორიაზე მრავალი დაპირებების შემდეგ გაჩნდება თუ არა შესაბამისი სტრუქტურების ამოქმედო გეგმაში რაიმე ინიციატივა პრობლემის შესამსუბუქებლად. პრობლემისა, რომელსაც აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი ზესტაფონი კვლავ ეკოლოგიურად სახიფათო ზონად რჩება. ჩვენ უნდა სიუჟეტი, რომელიც მთავრდება ჩვენი კორესპონდენტის ლელა გორგოძე ასე ამთავრებს ამ სიუჟეტს, რომ ზესტაფონი ეკოლოგიურად კვლავ სახიფათო ზონად რჩება. ეს თემა ჩვენი შემთხვევით არ შეგვირჩევია საზოგადოებას აინტერესებს მათი პრობლემები რამდენად არის გათვალისწინებული პოლიტიკოსთა პროგრამებში და დღეს ამის შესახებ გვექნება საშუალება რომ ვისაუბროთ. ფორმატის მიხედვით თვითეულს 2 წუთი დავიცათ რიგითობა და თქვენი პოზიციები დააფიქსირეთ ამ საკითხთან მიმართებაში. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ბატონი გია თუთფერიძე. Ну, ეხლა ცალკე ილაპარაკო რაღაც აღებულ საკითხზე, აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არის იმის შედეგი, რა პოლიტიკას ტარდებოდა წლების მანძილზე. ბოლო
20 წლის განსაკუთრებით ბოლო 9 წლის მანძილზე პრაქტიკულად არც ერთი ახალი ტექნოლოგიური რამ არ იყო დანერგილი ფეროში. პირიქით მაქსიმალურად იყო რესურსის გამოყენება მოგებაზე. გასაგებია ბატონია, მაგრამ ეხლა პროგრამაში რა უნდა გასაგებია. პროგრამაში ბატონო ბიძინა ივანიშვილმა პასუხი გასცა. თქვენ სიუჟეტში მიიღეთ პრემიერ-მინისტრის პასუხი, რომ ეს ასე არ არის, რომ გიატოფერზე გამივიდეთ და დაგიდგათ, რა უნდა გაკეთოთ. კაცმა თქვა, რომ ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ინვესტორი აქაც რო იყო ჩამოსული მაშინა თქო მე მათ დავეხმარებ. აქ არის ძალიან ფაქიზი ეს საკითხი. როდესაც სამხარხანას გიხსნიან, ფეროსას, ამ მიმართულებისას კაცი პატრონიატია ქვეყანას, აი ეს არის ძიმე მომენტი. ეს არის პოლიტიკური, ეკონომიური მომენტი, რომელიც ხელისუფლების პასუხისმგებლობის იყო იმის, რომელიც არსებობდა. მე ახლა ბიძინა ივანიშვილზე უკეთესად ვერაფერს ვერ გეტყვი. მე ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ საფრანგეთში, ნიცაში არსებობს ზუსტად ასეთივე ქარხანა და ის არის საკურორტო ზონა. იქ ქალაქის ცენტრში ასეთივე ქარხანა, მაგრამ ის დაცულია და მას აქვს ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები. ამაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი მიყიდეს ხალხს, ვითომ ინვესტორს სინამდვილეში ატრიალებს თავისი ფული და ჩაიგდეს ჯიბეში. ეს არის შევარდნაძე სააკაშვილის ხელისუფლების შედეგი და ამას არ უნდა ეხლა მე ნუ მომთხოვთ ახლა პრემიერ-მინისტრის შეცვლას და ვიღაც ამ დარგის მე მინდა ერთი რამ თქვა რომ ჩვენ ფეროზე გვაქვს მიღებული და აღებული გეზი, მაგრამ არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენს კოხრა. მე დიდად ჩახედული და ცნობილი ექსპერტი ამ საკითხში არ ვარ, მაგრამ კოხრა არის იქ სიმძლავრეებიდან გამომდინარე, რამდენადაც ვიცი საერთაშორისო იმიდან 5 კილომეტრის რადიუსიდან 15 კილომეტრის რადიუსამდე მოსახლეობა საერთოდ არ უნდა იყოს და დამეთანხმებით ექსპერტები. ამიტომ ჩვენ რაღაც თემას რომ ამოვაგდებთ და ეს ჩვენ ზესტაფონში კოქტეილი გვაქვს ეგრეთ წოდებული, რომელიც 2 და 3 კომპონენტისგან შედგება. ამას უნდა მიხედვა. ბატონოგია, მადლობ. საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ბატონო დავით, როგორია თქვენი ხედვები ამ პრობლემასთან მიმართებაში? კიდევ რაც გვაქვს შედეგული პროგრამაში, ბატონშევა შედეგული აქვს ესეთი პატარა მუხლით არის ეკოლოგია და ბუნების დაცვის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს. ანუ აქ პირდაპირ ფეროზე არ არის საუბარი, მაგრამ მე გამმარტავთ როგორ და რა უნდა იყოს სპეციალური ეკოლოგიური კონტროლის შექმნა და ეკოლოგიური დარღვევებზე პასუხისმგებლობის გაწევრება. ანუ ეს რას ნიშნავს? რამდენი მართალი ბრძანდება ბატონიკე, რამდენი კომისია ჩამოდის აქ, რამდენი ექსპერტი მიდის დაუშვათ. რომელსაც აქვს უფლება რომ შეამოწმოს ეს ეკოლოგიური მდგომარეობა, არა მხოლოდ ზესტაფონის, არამედ მთლიანობაში რაც ხდება ზესტაფონში. ეს ზესტაფონის ტკივილი არ არის მარტო ესე დასავლეთ საქართველოს ტკივილი და ეს ყველა უნდა გაითავისოს და უნდა შემოკრათ მართლაც საგანგაშო გზადებით. აი, როდესაც ხელისუფლება სიტყვაზე, ან როდესაც ექსპერტი არ აიღებს იქიდან რაღაც შემოსავალი არ ექნება იმ ქართლიდან და სწორად გადაწყვიტა. იმეც სხვა რამეს ვამბობ, საქართველოს უნდა არსებობდეს და აღდგენას მოეცდები უბრალოდ. არ არსებობდა და არ არსებულის აღდგენა შეიძლება. უნდა შევღრუბლოთ კანონი და ბაზა და ყველა დავემორჩილოთ იმას პოლიტიკურმა პარტიამ წარმოადგინა საკუთარი ხედვები ამ საკითხთან მიმართებაში და ჩვენ როგორც მოახსენე ტელემაყურებელს სტუდიაში გვესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საზოგადოების წარმომადგენლები. კეთილმა ქათამაძე ახალგაზრდა დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ერთა ფედერაცია ჩვენი ქალაქი ბატონი მამუკამახანაძე ძლიერი და ჯანსაღი ზესტაფონისათვის გაბოლია მთელი ისაკასორო. მთელი საფრაში ვერ გაივისია ადრო კომისიები რო იყო ფუტელებამდა. ამას როგორ ვინაშია ისე ვაშევ ჩვენ ხო ვიღაცები აშევენ მოდით ეს შევიგნოთ რომ ის განშვილებზე უარესად მოქმედებს და უკუღმათ მოქმედებს და არ გვინდა ამის გაკეთება ერთეულებს არ ვაბრალი მაგრამ ყველამ გამითავისოთ ყველამ თქვა ყველამ ხმამოვიღოთ. ლიუს მე კტეთში ანუ კინოჩი რო არის შემტრები ანძა ის პატარა რაღაცას არ აკეთებს კიდე იქაც. აბა შეეკითხეთ კტეთის თემის მოსახლეობას რა დღეში არის მე 1 მეტროში არ შეიძლება იმის რა ქვია საწოლის დადგმა მაცივართან და ტელევიზორთან და ის 100,000-ობით მეტი გამოსხების არის შემკრები ეგ ანძა და აქ კიდე პირველ რიგში იმის აშენება დაიწყეს რა ქვია ცემენტის და თაბაშირის გახსნის რა კაცს არ ეყოფა მაგისა რა ქვია ზევიდა დაპრილი ცემენტის ისინი პერიოდ შეიძლება გავაყრო კიდე თავზე აქ თქვენი დროც ამოიწურა ბატონო დავით მე მხოლოდ ინფორმაციის სახით აი თქვენ ბოლოს ბრძანებთ ცემენტის ქარხანა ტელეკომპანია ერთ-ერთი ინიციატორი იყო იმისა რომ აი ეს საკითხი გაგვესაჯაროებინა
და შესაბამისად ჩვენი ძალისხმევით ჯერჯერობით ქართლის მშენებლობა შეჩერებულია. პატრიცემულო ტელემაყურებლებო, ჩვენ განვაგრძობთ თემის განხილვას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თქვენი ხედვები ეკოლოგიურ პრობლემაზე, რომელიც გვაქვს რეგიონში. ეს უდავოა, ეს საკონი ეკოლოგიურად ძალიან დაბინძურებულია და შესაბამისად ბევრი ადამიანი ავადდება ყოველწლიურად. მაგრამ ჩვენც ისეთ უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ინვესტორი არ გავაღიზიანოთ, არ გაიქცეს ეს ქარხანა, არ დაიკეტოს, ამიტომ საზოგადოებასთან ერთად ჩვენ ახალგაზრდები, რომლებიც ახლა შემოვიკრიბეთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ, ვაპირებთ ჩავერთოთ აქტიურად ამ თემებზე და ინვესტორებს შევხვდეთ და ვესაუბროთ იმ თემებზე, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები დღეს 21 საუკუნეში ძალიან განვითარებული არის და შესაბამისად შეიძლება რომ დაყენდეს ის ფილტრები, რომელიც ქალაქს არ დააბინძურებს, მაგრამ ეს მარტო ვერ ხომ არ არის. ქალაქში და რაიონში იქნება მრავალი საწარმოები. აი, უბრალოდ საღამოს საათებში გაიარეთ ქვედა საქარის ტერიტორიაზე და ნახავთ რა მდგომარეობაშია საქარა. მაინც ძირითადად არის ფეროდან დამტვერიანება, ხო? შარშან მახსოვს მამუკას აქტიურობა იმ ფილტრებთან დაკავშირებით, შესაბამისად ჩვენი ხელისუფლებაც ჩარეული იყო ამ საქმეში, მაგრამ დღეს ის ფილტრების აღარ მუშაობს ფაქტია. შესაბამისად ისევ და ისევ საზოგადოებას ვთხოვ ამ ექსპერტებს, აქ წარმოადგენილი ექსპერტებს და ისევ ქალაქის საზოგადოებას შევიკრიბოთ და ისევ ერთად მივიდეთ იმ ქართლის ადმინისტრაციასთან და მოვთხოვოთ ამ პრობლემის მოგვარება. არა მარტო ჯორჯიანოვან გარის, არამედ სხვა ქართლებსაც, რომლებიც უხვად არიან ჩვენს რაიონში მომრავლებული. გასაგებია ბატონო თარ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო ბატონო კახა მაპატიეთ რიგითობა ხალხის პარტია საარჩევნო ნომერია 4 ჩვენი. დიახ, უკაცრავად, აქაც 4 ნომერი შეგხვდათ. მე ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა პოლიტიკური დებატების სტილში გიპასუხოთ, იმდენად რამდენადაც საპრეზიდენტო უფლებამოსილება ახალი კონსტიტუციით ამგვარი დეტალური ეს საკითხიც მინდა წარმოადგენს მთავრობისა და პარლამენტის რეგულირების სფეროს. ერთის მხრივ პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს სათანადო სამართლებრივი რეგულირება საკანონმდებლო პაკეტების სახით, მეორეს მხრივ მთავრობამ უნდა განახორციელოს, შეასრულოს. ეხლა ჩვენ რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ჩვენ სიუჟეტში მოვისმინეთ პრობლემის შესახებ, პრობლემის გადაწყვეტის შესახებ, მთავრობის პოზიციით. და აქ სტუდიაში ვისმენთ ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატის წარმომადგენლისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, რომლებიც ეს ხელისუფლებაში არიან, ისევ პრეტენზიებს, რომ თურმე 9 წლის განმავლობაში და შევარდნაძის დროს არაფერი არ კეთებოდა და იმითოა გაფუჭებული და რომ თურმე ინვესტორი არ უნდა გავაქცევ და ინვესტორს უნდა მოვეფეროთ და ამ ინვესტორის არ გაქცევას უნდა შევძიოთ ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე აქ. ეს ასე არ არის ბატონო. დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა, ეს პრობლემა მოგვარებული უნდა ყოფილიყო დაპირებულ ვადაში და დაპირებულ სამ თვეში. მაგრამ როგორც ნახეთ, გავიდა სამ თვე და არაფერი არ გაკეთებულა. საერთო ჯამში თუ იქნება პოლიტიკური ნება, არ ამგონია რომ ეს იყო ძალიან დიდი დავისაგანი, ამ ყველა შეჯერებული არის, არ უნდა არსებობდეს ის რომ ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შეეკრას ყოფილ და დღეს კიდე მოქმედ კორუფციულ კლანს სამადაშვილების სახით. არ უნდა იყოს ის რომ მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყოს ერთ-ერთი კორუმპირებული პიროვნება ჯანდაცვის სფეროში. ანუ თუ ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას გამოხატავს, თუ ხელისუფლებისთვის იქნება უპირველეს ყოვლის ადამიანის ჯანმრთელობა და არა დაუშვათ ინვესტორი, თუ ხელისუფლებისთვის იქნება უპირველეს ყოვლისა მაგალითად ეკოლოგიური პრობლემები და არა ისევ ინვესტორი, ასეთ შემთხვევაში ეს პრობლემა არის გადაწყვეტადი. მოდი დავსვათ რიტორიკული შეკითხვა. იმ ვადაში რა ვადაც აიღო პარლამენტმა სამთვიან ვადაში რაც იყო აქ ნათქვამი, რატომ ვერ მოვარდა ეს პრობლემა? სამი თვე დაჭირდა ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყობას? ეს ასე არ არის. ანუ ახლაც და მაშინაც ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირებოდა და ეწირება კონკრეტულ კორუფციულ ეგრეთ წოდებულ ბიზნეს გარიგებას. გასაგებია ბატონო რომ თქვენი პოზიცია რიტორიკული კითხვით დაასრულა. ბატონო კახა, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო, როგორია თქვენი ხედვა ამ პრობლემასთან მიმართებაში? დიახ, მოგახსენებთ, ბატონო მარინა, მე თქვენ ალბათ იცით რომ თვითონ მე და ჩემი გუნდის წევრები ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად ვიყავით ყოველთვის ჩართული მსგავს პრობლემების გადაწყვეტაში. მე ერთი მომენტი მინდა მოვიყვანო და გითხრათ ის რომ
როდესაც ჩვენი ორგანიზაციის წევრები ამასთან ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა აქტიურად დავაყენეთ ეს საკითხი და ცოტა სამჯერო წინაშე გამოვიტანეთ, მოხდა ისე რომ დაგვერეკა ტელეკომპანია რიონმა მიგვიწვია პირდაპირ ეთერში, ეს იყო სადღაც აგვისტოს 6 მიმდინარე წლის. სტუდიაში ვიყავით 8 ადამიანი წარმომადგენელი ზესტაფონიდან და მეორე დილით ის ადამიანები, რომლებიც ისხდნენ ჩემს გვერდით და მუშაობდნენ ქარხანაში, მეორე დილით მაგითაზე დახვდათ განთავისუფლების ბრძანებები. ამიტომ მე ვიტყოდი რომ აქ ახსენეს მეგობრებმა რომ ასე ვთქვათ ინვესტორი არ უნდა გავაქციოთ, მაგრამ როგორც თამდა ბატონი მაგერ ინვესტორის ასე ვთქვათ ოფერების ხარჯი ჩვენი ადამიანების სიცხენა დავიცვათ. აქედან გამომდინარე მე ვიტყოდი იმას რომ ფეროს სამმართველო დღეს გადაიქცა ნაცმოძრაობის ოფისად, ეგრეთ წოდებული, სადაც არის შემთხვევები, როდესაც უკრაინელი თუ არ ვთქვი გვარა დემიანენკო ჩამოყვა ადამიანებს არჩევნების შემდეგ 1 ოქტომბრის შემდეგ და ეუბნებოდა ვინც ვიცა ხმა თქვა ნაციონალურ მოძრაობას კი ხაროში ჩელავე, ვინც ვიცა ქართულ ოცნებას დიპლოხავი ჩელავე გეუბნებოდა. ასე რომ დღეს არ ხდება ისე რომ ებას ხალხი ლაპარაკობს თანამშრომლები ქარხანაში და უარესი ფაქტებიც არის რა თქმა უნდა. ასე რომ ის რომ დღეს ჩაინაცვლა ზესტაფონების სამუშაო ადგილებს ვიღაც ჩამოყალიბებული უკრაინელები და იგივე ჩვენი დაკრაკი წარმომადგენლები და როგორც ამბობენ ეს წარმომადგენლები არიან ყოფილი ნაცმოძრაობის წევრები, რომლებიც გააუშვეს ფეროს სამმართველო. აქედან გამომდინარე ვიტყოდი იმას რომ რამდენად დიდი პრობლემაა ეს და ამას ძალიან დიდი ძალის უნდა გამოსწორება ჭირდება. პირდად შემდგარ კალბატო ინოს აქვს ძალიან დიდი მასალა დადებული თავის მაგიდაზე, ამ საკითხებზე მუშაობს პარტია ძალიან აქტიურად და სულ მალე ალბათ ჩვენ რაღაც განკუთვნილ შედეგებამდე მივახცევთ. არის აქ იყო დათქვა იმასთან დაკავშირებით რომ პატარა ქარხნები შენდება, მაგრამ მე ვიცი რომ მაქვს ინფორმაცია არის ასეთი GTM ჯგუფი პატარა ფერო, რომელიც არის წყაროებთან არგვეთაში და მან პირადად კალბატო ინოს ჩარევის შედეგად ამ ადამიანებმა დააყენეს 9 მილიონიანი ფილტრები და დღეს იმ ქარხანაში პოლიცია არ ამბობს. და ძალიან გამართულად მუშაობს. აქედან გამომდინარე შეიძლება პრობლემის მოგვარება, მაგრამ ამას პოლიტიკური დებატი შეიძლება განსაკუთრებაში. შარშან ოქტომბრის არჩევნებამდე დაბრუნდა. ბატონო? შარშან ოქტომბრის თქვენ შეგიძლიათ ნახოთ წარმომადგენლები არიან აქ არის თვარწები ბატონი დიაკლიმიაშვილი რომელიც ერთ-ერთი გაგუზნებელი ამ ქარხნისა და შეეკითხა და მისი ძალისხმევის შედეგად მოხდა ამ ფილტრების დადგენება. და გეტყვის ყველაფერზე ამაზე პასუხს. და დრო ამოიწურა არა ზღუდა არავის არ ზღუდა მე მგონი თანაბრად ვიცავ დროის ფაქტორის განაწილებას ქრისტიანი დემოკრატიული მოძრაობა ძალიან ძლიერი პრობლემურია და ძალიან პრობლემურია მაგრამ ჩვენ დაისაც ვირდივარ და ძალიან ძირითადად არ ვეხებით რაც სახელმწიფოსა და ინვესტორის ურთიერთობას შეეხება ეს უნდა იყოს ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო ბაზა ორ მხარეს შორის ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ინვესტორი ვინ არის ინვესტორი რომ ჩვენ იმას ახლა გაგნები უგოროთ თუ როგორც უნდა მას უნდა დააყენოს ფილტრი უნდა არ დააყენოს რანაირად უნდა უგოროთ ჩვენ კოჭიათაინს ხო ეს ბაზა არ არსებობს ამიტომ არის ეს რომ ფილტრებს არ აყენებს მას ჯარიმა შეუძლია გადაიხადოს იმიტომ რომ ფილტრზე ნაკლები არის ჯარიმის საფასური გაუათმაგე ჯარიმა გაუხადე 70000 ჯარიმა როცა აი აქ 2012 წლის მონაცემებით 857 ადამიანია სიმსივნე დაავადებული ესაკომის რაიონში. და აი ამ შემთხვევაში ის იმ ფილტრს დააყენებს. აბა რატომ მიცაში არ აყენებენ როგორც ბატონმა თქვა? რა იქ ინვესტორები არ არიან თუ მისი ჩამოფრინდა ის ტრუბები და დადგა თავის ფილტრებით. იქაც ხო ინვესტიციებია ჩადებული. კანონი არსებობს ქვეყანაში. ურთიერთობა ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის. აი იმიტომ ვალდებულია ის შეასრულოს აი ამ კანონში მითითებული ყველა მუხლი. Ragam adamai ჩვენთან არ არის ეს და ragam adamai ჩვენ წავლავთ ჩვენ ხალხს ამისთვის და არ უნდა ამას ახალი ველოსიპედის მოგონება მიიღოს ქვეყანამ ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის რაღაც კანონი უნდა არსებობდეს ეს თვით რეგულირება უნდა იყოს ამის ინვესტორი შემოდის მან იცის რომ აი აქედან ეს კანონი არსებობს ქვეყანაში უნდა შემოვა თუ არ უნდა ნუ შემოვა მორჩება ამით გაცნობ კანონები არსებობს. არ არსებობს, შემოყარდა, არანაირ. რო არსებობდეს მაშინ. არა, მოხედე რო არსებობდეს, ეს ამის დასაჭერია ყველა. ვინც იმ კარგანაში არის. რატო არ იჭერენ მაშინ? არ გვაქვს ეს კანონი. არ მუშაობს. არ მუშაობს, არ არსებობს, კაცო. არ არსებობს. ამიტომ არ მუშაობს. სამართლობა, რომელიც სამართლობა უნდა აღდეს, რაც ამ მქონია არასოდეს კაცო. უნდა აღსრულდეს სამართალი. ყოველ დღე აღსასრულებელი სამართლობა, რომელიც საუკუნეში იყო საქართველოში ვინ მეტყვის.
საფქონდა სამართალი რომელ წელს მიხსენებთ? ამ რაგვადგინო დასაფლავების კატეგორიაა ბაგიჩი. არ არსებობს სამართლიანობა ქვეყანაში არ ქონია. არ ქონია არც ერთ წელს. გასაგებია. მე-20 საუკუნეში არ ყოფილა. მე-19 შეიძლება იყო როდესაც. ისტორიული ჩანაწერაც იქნებოდა. აუ რაგვადგინო. იმეც ხორა მესვობოდა. სამართლ სტაფონისათვის და ბატონი გიაკობახიძე რაიონში ყველასათვის ცნობილი ექიმი. მე მინდა მათ თხოვო 2 წუთში ჩაატიონ თავიანთი სათქმელი თვითეულმა მოისმინეთ თქვენ ხედვები, მოისმინეთ მიდგომები და პოზიციები, რაც ამ პრობლემურ საკითხთან მიმართებაში აქვს ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს და როგორია თქვენი შეფასებები, რამდენად მართებულია ეს ხედვები ექსპერტის რანგში, როგორ ფიქრობთ თქვენ როგორც არასამთავრობოები და კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ შეიცვალოს ეს ვაკუუმი პრობლემის გადასაწყვეტად? თუ შეიძლება. მოგცემთ აუცილებლად საერთოდ ძველი იქნება, იმიტომ რომ მე გავაკეთებ იმ განმარტებებს, რაც გასაკეთებელია და შემდეგ გააკეთებ ექსპერტებმა თავიანთი შეფასებები. არასწორად მოხდა განმარტებები. ერთი მხრიდან ერთი პოლიტიკური ძალიდან, მეორე პოლიტიკური ძალიდან, რაღაც კორუფციაზე იყო საუბარი, რაღაცა აბსურდია. აუცილებლად გექნებათ ამის საშუალება. მოდი ჯერ ვთხოვოთ. აზრი არ ეკება, მე ექსპერტმა თუ თავისი დასკვნა გააკეთა, მე რაღაცა ვილაპარაკო. თქვენს საკითხს სულ სხვა ეს სულ სხვა. არა, მე ვამბობ გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ეკოლოგია გარემოს დაცვასთან. არასწორი რას თქვენ სიმართლეს ასს დაუყარდა? არა, სიმართლეს კი თქვენ არ იცით სიმართლე. გააკეთებთ ამ განმარტებას თქვენ. აი სულ მალე ექსპერტების შემდეგ. ექსპერტების შემდეგ შემაჯამებელი ექსპერტების არის. შემაჯამებელი ექსპერტი ადამიანები. არა, თქვენ გინდათ განმარტება, მე ვიცი. არა, განმარტება კი არ გინდა. თქვენ აქ იყო ნახსენები სახელმწიფო რა გააკეთა სახელმწიფომ ამ 1 წლის განმავლობაში ამ კუთხით ხო გინდა რომ გაგიმართოთ? არა, არ ვთქვი, არავის არაფერი. მე გეტყვი და ჩაშალა ფაქტიურად. არაფერი არ ჩაშალა. თქვენ რასაც ლაპარაკობთ, აბსოლუტურად წვილია, ის. არავის არაფერი არ გაქვს. მე გეტყვით რომ დავიწყოთ იქიდან რომ ამ სახელმწიფოს დარჩა უბედური მემკვიდრეობა ამ კუთხით. 9 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა ანგრევდა ეს ამ სახელმწიფოს, ამ გარემოს დაცვის კუთხით. და თქვენ წელიწადში გინდათ ეს შეწავლოთ. და მე ვეთურეთ ესო მოხდა აბსოლუტურად წელიწადში ნაციონალური მოძრაობისგან დასაცინად გაიხადეთ. მოიცა რაცო შენი დასაცინი არავინ არ არის, ბათ მოაწყობილი. პოლიტიკური ორგანიზაცია. რეორგანიზაცია მოხდა გარემოს დაცვის სამინისტროში და ჩამოყალიბდა ახალი სამსახური. მაისიდან დაიწყო სამსახურო მუშაობა. მაისიდან მე თვითონ გეტყვით რა გააკეთა ამან. რატო არ ლაპარაკობ? ტაბუ ქონდა დადებული ყველაფერს. ნაციონალური მოძრაობის დროს. ტაბუ ქონდა დადებული იმას, რაც კეთდებოდა ზესტაფონში. თქვენ იცით რომ აბა ვილაპარაკო. ჯერ აბჭა აბსოლუტურად საშინელი მემკვიდრეობა. 9 წლის განმავლობაში, 10 წლის განმავლობაში. გეუბნები, გასაგებია. ბატონო, მაგასაც გეტყვი, რასაც ვაკეთებ. ნაციონალური მოძრაობა უფრო დანგრეულ საქართველოს. არა, მე გეუბნები გარემოს დაცვის კუთხით. ნაციონალური მოძრაობა გაანადგურა ეს დარგი. გარემოს დაცვის, მათბევრი. მე გვაგიშნები. მათბევრი. ძალიან ამას კორუფციას ისაუბრება, ეკოლოგია რაშუაში ამის კორუფციას. არა, ის ახსენდა ვიღაცა გარიგებაშია. მე გეტყვი რომ მაგალითებისთვის მოგცემ. ეთქვით, ბატონო, გარემოს დაცვის სამინისტროში მოხდა რეორგანიზაცია. მაისიდან ამოქმედა სამსახური. მაისიდან ამოქმედა, რომელსაც ქვია, რომელიც უნდა ახორციელებდეს კონტროლს არსებულთან დაკავშირებით. მე გეტყვით, მაისის შემდეგ რა მოხდა? და გეტყვი, არ გაინტერესებს რა მოხდა? აი, გაინტერესებს. არ გაინტერესებს. იმ მემკვიდრეობას ის იყო უბედურება, რომ 10 წლის განმავლობაში არავინ არ დაუჟია. არავის არ შეხებია, ტაბუ ქონდა დადებული ფეროს, ტაბუ ქონდა დადებული ეკომეტალს, ტაბუ ქონდა დადებული ყველაფერს. აქ რო იყო ნახსენები, რაღაც ხარკნები მუშაობსო. ის ხარკნები ნებართვა ვინ მისცა? თქვენ თუ იცით ფეროს რაღაცა ნებართვა უყარა. 10 წლის განმავლობაში
დებარტო არ მიხარ. ახლა გასამითხი რომ ეს ახლა რაც შეეხება სხვა არც ერთი დებარტოა აი წვრილ ქართლებზე რო არის საუბარი არ არის გაცემული აი ახლა პერიოდის განმავლობაში ყველაფერია გაცემული ძველა ყველაფერია ლიცენზია იმოყარებაზე სილიკონბაგომაზე საინტერესო თემაა მაგრამ ჩვენ ფორმატიდან მუხვევთ ეს შეიძლება ცალკე მოვიწვიოთ ამის შესახებ დებატები ჩვენ ახლა პოლიტიკურ ხედვებს ვიხილავთ და მათ შეფასებებს ვაკეთებთ ჩვენ ეს სახელმწიფო გააძლიერებს ზედამხედველობას. არავინ არ შეგვიდება, რომ სფეროს გააჩერებთ. გააძლიერებს ზედამხედველობას და დაიწყება საჯარიმო სანქციები. თქვენ თუ იცით, ეკომეტალი რო დასაჯეთ. თქვენ წარმოადგენთ ამ წუთში პოლიტიკური პარტიის ხედვას. რა თქმა უნდა, მაგალითად. აი მაგით კი. აბუდადებული იყო თუ ამბობ, არავინ არ იჯებოდა. არც სფეროს ხან არ იჯებოდა, არც ის არ იჯებოდა, საბადაშვილები არ იჯებოდა, არც ერთი მოპოვება არ იჯებოდა. 5 თვის განმავლობაში ახალმა შექმნილმა სამსახურმა, გარემოს დაცვის სამსახურმა უამრავი საჯარიმო სანქციები დააწესა უბანს. ერთ-ერთი ის არის რომ ეს ეკომეტალი არის დაჟინი. თქვენ იცით, გარემოს დაცვის ეკომეტალი დასაჯა. დასაჯი არიან მოვაჭრეები. საკუთრება ეკომეტალის 5 მოპოვებელი. სილიკონბაგომის მოპოვებელი 5 უკვე ლიცენზიის დარღვევისათვის არის დაჟინი. უამრავი შემოვიდა უკვე დაჟინი მექანიზმი. სახელმწიფო რას აკეთებს 5 თვის და 6 თვის განმავლობაში ამას აკეთებდა. 10 თვის განმავლობაში ვერ გააკეთებდა. მე ყოფა 30 წამი რეპლიკაში რა ჯერ მოვისმინოთ და შემდეგ რეპლიკისათვის. ქალბატონო ქეთევან, თქვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სულ ახლა დაიწყო მუშაობა და აი ამ პრობლემებთან მიმართებაში რამდენად სწორია ეს ხედვები, რა უნდა გაკეთდეს კიდევ? უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა უხადო ტელეკომპანია არგოს რამდენი დღისათვის. ორ წუთში ქალბატონო ქეთევან ძალიან ვესალდები ზესტაფონის მოსახლეობას, ჩვენს მსმენელებს. მოგეხსენებათ, საქართველოს მასშტაბურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ილაპარაკეს ზოგადად პოლიტიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე, საშინაოზე, სოციალურ ფაქტორებზე, მაგრამ გადაერთი პოლიტიკური პარტიისა ეკოლოგიურ პრობლემაზე თითქმის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ზესტაფონის რაიონის მოსახლეობისათვის ყველაზე მთავარი პრობლემა გახლავთ ეკოლოგიური პრობლემა. შეიძლება ძალიან მძაფრია ეს, მაგრამ ასე ვიტყვით, ქალაქი დგას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. მე მაქვს ოფიციალური მონაცემები, მართალია ეს გასული წლის ოფიციალური მონაცემები არ გახლავთ, რომელიც ძალიან შემაშფოთებელია. არასასიამოვნო შეიძლება იყოს ჩვენი ქალაქის მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ ვალდებულად ვიჩერდავს, რომ ეს ინფორმაცია გადაცნოთ. ძალიან მოკლედ დრო ძალიან ძირითადი დამაბინძურებელი ქალაქების წილი ქვეყნის დაბინძურებაში ზესტაფონზე მოდის 31.2%. კასპზე ხალხს იმიტომ უსწავლოს ზესტაფონში ექსპლოდენ ცემენტის ქართლის მშენებლობას 11%, თბილისზე 3.9% და ასე შემდეგ. ქუთაისის სამართლიანად კურორტია 0.4%. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, მათი გაწმენდა, უტილიზირება. ზესტაფონის ფეროშინათა ქარხანაზე მოდის სულ გამოყოფილი მავნე ნივთიერებათა რაოდენობა გახლავთ ზესტაფონში 11,672 ტონა. გასაგებია სტატისტიკა ძალიან ძიმეა. დაჭერილი არის მხოლოდ 2017, ანუ ეს არის 19% და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულია შესაბამისად გასაკვირია დასახელებული ციფრები ეკოლოგიურ ავადმყოფთა შესახებ არ უნდა იყოს გასაკვირი. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია მეზობელ რაიონებში ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, მაგალითად ხარაგაონის გასაგებია 17 ადამიანი მადლობთ ბატონო მამკა, თქვენ ძალიან ბევრჯერ გქონიათ შეხება ამ ეკოლოგიურ პრობლემებთან მიმართებაში. თქვენი ხედვები რამდენად მართებული იყო არ წარმოგვიდგენთ ხედვებთან
საერთოდ წინასაარჩევნოდ ყველა პარტია ძალიან ბევრს პირდება მოსახლეობას, არ არის ეს მარტო ეკოლოგიაზე, ფინანსური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა ძალიან ბევრს პირდებიან, მაგრამ საქმეზე რო დადგება, ყველას ავიწყდება ის დანაბირები და მე მინდა აქ პარტიები ვის არიან წარმომადგენლები ვთქვათ, ეს არ არის პოლიტიკური თამაში, აქ არის სხვა თემა, ეს არის ჩვენი შვილების პრობლემა, ეს არის ჩვენი ოჯახების პრობლემა. არის ძალიან ცუდი მდგომარეობა, ყველამ უნდა გადავდოთ ეს პარტიულობა, ეს დებატობია, ეს რაღაც დაპირისპირებები და პირველ რიგში საქართველოში თუ მსგავსი პრობლემა სადმე არსებობს, კი ბატონო, ვიმჯეროთ სხვა თემას, მაგრამ ეს არის ნომერ პირველი თემა. ესე იგი ჩვენ თვლით, რა თქმა უნდა, საერთოდ პოლიტიკაც, პარლამენტარიც, გამგებელიც ხალხს იმისთვის სჭირდება, რომ იმ პრობლემებში დაეხმაროს და დაუდგეს გვერდზე. და პრობლემა რომელიც პირველია საქართველოში დღეს არის გადუჭრელი. აგერ ბატონმა კახამ ბრძანა რომ ალბოეთის ქარხანა მომოწეს სიგდაო და ჩვენ თვითონ ვესწრებოდით ამ თემებს. პარლამენტში კომიტეტის ხდომაც ჩატარდა ბატონ გიორგი საკარიაშვილის ხელმძღვანელობით. არის მაგალითი რომ ერთი ქარხანა გამოსწორდა, ხო? ანუ შესაძლებელია თქვა რომ ის გაკეთდეს. თავისთავად იმას მაინც ექნება თავის მავნე ნივთიერების გამოყოფის რაღაც პროცენტი, მაგრამ მართლაც სადეს და მინიმუმდე დაიყვანეს ეს თემა. ანუ მე მთელ ზესტაფონის მოსახლეობას ვთხოვ, რომ ყველა გულთან მიიტანოს ეს თემა და ერთ დღეს ყველა გამოვიდეს, თუ ეს ბატონები ვერ დაგვეხმარებიან და ჩვენ თვითონ გადავწევთ ეს საკითხი. უსამართლოდ არ ყოველგვარი კანონის გარეშე მუშაობს ეს ფეროს ქარხანა. არ აქვს ბუნების გარემოდაცვიდან მიღებული ნებართვა. უკვე წელიწადი ხდება ახალ მთავრობის ხელში და ჩვენ რეალურ შედეგებს ვერ ვნახულობთ. მე ძალიან მინდა ვნახო ეს შედეგები, ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ხელს ეწითება ეს საქმე, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ ამ თემებს. აქ არის ხალხის უბედურებაზე, ახალგაზრდა ადამიანებზე, ბავშვებზე, სტატისტიკა არის ძალიან შემასწავლებელი. გასაგებია თქვენი ხედვა, რომ საკანონმდებლო ბაზას უნდა მიხატოს პოლიტიკურმა პარტიებმა, ამაზე უნდა იზრუნო ეს არის მე მგონი დასკვნა. მადლობთ ჩვენ ბატონო გიარვესება ექიმი მას სტრუქტურული მუშაობის გამოცდილებაც აქვს და ვინმე ბატონო გია თქვენ ბრძანებდეთ მე მინდა მიმართო ტელემაყურებელს რომ გადაცემის ბოლოს ჩვენ საშუალება გვაქვს ჩავთვალოთ ზარებით პირდაპირ ეთერში ჩვენი ტელეფონია 250724 და თქვენ სატელეფონო ზარებს თქვენთვის საინტერესო კითხვებს უპასუხებენ ჩვენი სტუმრები. ბატონო გია კობახიძე მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. ძალიან კარგია თქვენი ტელეკომპანიის შემართება ეკოლოგიასთან მიმართებაში ჩვენი რაიონისათვის, ფრიად საჭიროა საკითხების განხილვაში ხალხობრივად. აქ ჯობს ყველას და ალბათ ემაყურებასაც აბსოლუტურად ყველას თინეიჯერებს, ახალგაზრდებს, მოხუცებსაც ალბათ მანახი გვაქვს ყველას ბლუგბესონის პირველი მე-13 რაიონი. რომ შემოვდივარ ქუთაისის შეგაფინძოს მომეჩასული რომ შემოვდივარ ზესტაფონში. ზესტაფონი სადაც წერება ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ხშირად მიფიქრია. უნდა მე-13 რაიონი. ეპატიჟებით ხორხის კიბოსა და დუძის კიბოს ქალაქში. ეს უნდა დააწერა. რომ აგვეწოს უკი და ერთი ადგილი. იმიტომ ეხლა კარგია რომ ეს ეთერი მოიწვიეთ, მალე არჩევნები არის და თვითონ მოაქვს დროებას მოაქვს ესეთი თორემ. ყოველთვის უნდა გქონდეთ ასეთი ყოველთვის. ეს მარტო მთავრობის გადასაწყვეტი თავად არ არის. იმდენ ცოტა მართლა თუ არ აუწვით, თუ სამოქალაქო საზოგადოება არ გააქტიურდა რაღაცით თუ არ ვაგრძნობინეთ, შვილები გვეუბნება. აქ აბსოლუტურად ყველა გამოსვლას მე დავეთანხმები, აქ ვინზია, ყველაც ეს აწუხებს, მათ არ შეიძლება სხვაგვარი მიდგომა ქონდეს. აქ უბრალოდ არც აქვს უფლება სხვაგვარი მიდგომა ქონდეს. ზესტაფონები სადღეგრძელოს რითი გაგვასწორებენ, იცით? ჩვენი საამაყო სადღეგრძელოა, მართალია, წყალი და ჰაერი გვაქვს, შავი და ჭუჭყიანი, სამაგეროდ ცინდისი გვაქვს პატიოსანი და თეთრი. აი მანახეთ მე თქვენ ერი ქალაქი, სადაც კაცი ადგება და ასეთ რამეს იტყვის. ეს უკვე ჩვენი შიდა მოხმარების უკვე იმ წვენში ვიხარშებით, რომ ჩვენ ყველანი ბალდაზე ალბათ ძალიან ცუდად დავამთავრებთ. და აი ყველაფერ ამ პრობლემას პოლიტიკური პარტიები როგორ უნდა მიუძღვნեն თქვენ კარგი ძალიან შესანიშნავი გამოსვლები ჰქონდათ აქ ბატონებს და აბსოლუტურად ყველას დავეთანხმები. უნდა გამკაცრდეს ის საკანონმდებლო ბაზა. თუ ნიცაში მუშაობს ეს ქარხანა. ერთი აი ჩვენ გულებში ჩავიხედოთ. ინვესტორი გაგვექცევა. გაიქცეს.
თუ ის აქეთ ფულს ხარჯავს და ჩვენ გავხარჯავს ფულს ის ინვესტორი და თვითონ მოგებას ვერ ნახულობს, მაშინ რა თქმა უნდა არც მოვადა. თუ ის ინვესტორი აქ მოდის, იმიტომ რომ მოგება ნახოს და უამრავი მოგება მიაქვს იქედან, რა თქმა უნდა, რაც დაიწყეს, მე ძალიან დიდი კმაყოფილი ვარ ამ ახალი ხელისუფლების რომ რაღაც ნაბიჯები გადადგეს, ბატონი ოლეგი გამოდიოდა და თითქოს არაფერი ბევრი გავაკეთებო, ალბათ უფრო მეტი იქნება, მაგრამ ეს რომ ისახედია, ამას ნახდათ სადაც უნდა იქ წავიდეს ინვესტორი. ახალი ინვესტორი მოყვა. გაამკაცრონებთ, ანუ რა თქმა უნდა იმუშაოს, ვერ დავკეტავთ ქარხანას, ქარხანა ვერ დაიკეტება, მაგრამ მან უნდა იმუშაოს ისე, როგორც წესი და რიგია, კანონის ფარგლებში და სულთან. მანამ რეპლიკისათვის არის და სამწუხაროდ პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენლებს ხარდამჭერებს აქვს საშუალება და როდესაც მე ვთქვი რომ პოლიტიკურ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ნება ანუ პრემიერ-მინისტრის განცხადება არის ერთი, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ერთი ადამიანი ყველგან ყველაფერს ვერ გააკეთებს და ვერ დაინახავს. იმ ადამიანის წარმომადგენელი ქართული ოცნების ის თანამდებობის პირები, რომლებიც არიან ადგილზე, რეგიონში და ასე შემდეგ, ზუსტად ესენი არიან იმ კორუფციულ სქემაში. კოჰაბიტაცია თავის კლასიკური გარიგებით საქართველოს სხვა ფუნქციელდება. ზუსტად ამ კორუფციული გარიგებების ბრალია ის რაც ხდება, რომ ერთი წლის განმავლობაში თუნდაც ფეროშენადობ და ქარხანა რომელიც უკანონოდ მუშაობს, ხომ ასეულს კანონობა არ შეიძლება უკანონოდ ფუნქციონირდეს საწარმო. რატომ არ აჩერებთ ერთ წლის განმავლობაში? მე შორს არ იმაზრის გან რომ თქვენ ქართულ ოცნებაში რაიმე ასე ვთქვათ წამყვანი პოზიცია გიკავიათ და პოლიტიკას განსაზღვრავთ იქ, მაგრამ ფაქტია რომ თქვენ ციცებით იყენებთ მდგომარეობას, პოლიტიკურ მანიპულაციას, ადმინისტრაციულ რეფორმებს და ასე შემდეგ იმისათვის რომ დაპირების შეუსრულებლობა გაამართლოს როგორმე, მაგრამ ხალხი ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის. თქვენ უბრალოდ ამ კუთხით ზესტაფონერებს ქართული ოცნებაა შეხედულებაში მოაწყოთ, მარტივად ვთქვათ და ამით დამთავრდა დანაპირები. ფეროშენადობა ქართლასთან დაკავშირებით მინიმუმ ქართლის საქმიანობა მინიმუმ ვერეთ გადაწყვეტას როგორ იქნება მინიმუმ ქართლის საქმიანობა უნდა შეჩერდეს და არსებული რესურსიდან გაიცეს ხელფასები მანამ ვიდრე არ დაყენდება ეს ფილტრები რომელიც დასაყენებელია. აი ეს გადაწყვეტა ასე დასმა გადაწყვეტა საკითხ პრობლემის. თქვენ არ იცით რომ არ მუშაობთ ფილტრები დაყენება. გასაგებია აი კომისიას რო ახსენებს ამაგებია კომისია კონკრეტულად მაგალითად ვისადაც ვის შორის არის კონკრეტულად თქვენ მაჟორიტარი დეპუტატი ზესტაფონის გარიგებაში კონკრეტულად დატო საგამოძიებო ბიზნესმენ და რომელიც არის ბეჟვაშვილების, სამადაშვილების და ასე შემდეგ. იქ არის სამადაშვილები დააჯარიმეთო, კაცო. არავის აშაულებები არის. 7000 კი 100000 ლარი. ვერგან გასხვევით, ვერგან გასხვევით, თქვენ ლაპარაკობთ ზღაპარს. ზღაპარი და მანიპულაციებია ქართული ოცნების დამოკიდებულება. და ნაციონალური მოძრაობის დასაცინად გაიხადა ამ ორგანიზაციებს. ამ კუთხით. რა კუთხით? ის რაც მოვისმინეთ ფაქტები აგერ ტელევიზიაში. ბატონი გია და მე არ გიცნობთ ესე იგი პოლიტიკაში და ძალიან სერიოზული პიროვნება ბრძანდება. თქვენი პარტიის თავმჯდომარე იმ ქართული ოცნებიდან ერთისთვის არ გამოვიდა. მასადე ვიწვით. ცოტა უნდა დაუკვირდე მეგობა. კორუფციაზე ლაპარაკი ესე ადვილი არ არის. აიგე? მეორე ეს ბავშვიანი ქალი კი არ მოუყვანიათ, ცოლად ბავშვები რომ მოყოლოდა, მრავალშვილიანი ოჯახი მექნება უცბად. ამას დრო უნდა, ბავშვის გაჩენის არ იყოს, პროცესი უნდა. აზრზე არ ხარ. ყველა საკითხი ერთი წუთი. არ უნდა დემაგოგია. ერთი წუთი რა უნდა? დემაგოგია რასაც ამაყებებია. ჯერ ერთი კობა დავითაშვილი ზუსტად იმიტომ წავიდა კორუმპირებული საგანელიძე რომ არის ფაქტობრივად რომ გახდება პრეზიდენტი და არა მარგველაშვილი ზუსტად ამიტომ წავიდა ერთი წუთი არ უნდა თქვენ მართლა დემაგოგიას ეწევიდა რა დემაგოგიას ეწევიდა დავით მაგრაძე არის რაფიო შტაბის ხელმძღვანელი კორუმპირებული ესე იგი და დავით მაგრაძე ასე და დავით მაგრაძე თქვიტავს თუნდაც პრემიერ-მინისტრი ვერ თქვიტავს საგი და თუნდაც დავით მაგაზე არ მითხარიო შტაბის ხელმძღვანელი თქვიტავს რომ დეპუტატი თქვიტავს თუნდაც პრემიერ-მინისტრი საგანელიძე საგანელიძე ის რომ თურმე პრეზიდენტი დეპუტატია კორუმპირებული და დეპუტატი თქვიტავს ესე იგი პრემიერ-მინისტრი ეს არის უსაფუძვლო განცხადება საგანელიძე არის უსაფუძვლო განცხადება და მარგველაშვილი რეალურად რომ ვერ იქნება პრეზიდენტი არც ეს არ არის უსაფუძვლო და ყველაფერი ცოდნია დალოცვილიშვილი ერთი გაგვანათლეთ ცოტა ის რო გავა ეს დრო რა მე ძმა მოგვიყევ ესე გამოსვლა ამას დაუყვა ხალხო მოგმართავს ზესტაფონლები ამ დემაგოგია ამ გამოხტომება აქ ვეკითხები სულ რა მე მაინტერესებს ერთი რამ როგორ წვითავ საკითხს თუ ეკონომიკა არ წამოვიდა გიწერია ახალი ტექნოლოგიები
ეკონომიკური მიმართულებები. თუ ეკონომიკა არ წამოვიდა, ახალი ტექნოლოგია რომ მოვიყვანე ნიცის მომენტი. რამდენ წელს წამოვიდა ეკონომიკა? ერთერთი დამოკავებია როგორც პირადად აბსოლუტურად ქართული ოცნების გალანძღვა და კორუფციაზე. სუპერნაციონალური მოძრაობის როგორც იყო შენი პარტიის თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი კობა დავითაშვილი. თქვენ ისევე დარჩით იმ პარტიის გენერალურ მდივნად. თქვენი თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობასთან კოჰაბიტაცია ჩვენ გამოაცხადეთ? შენ გამოაცხადეთ ზუსტად მაშინ. ცოტა დაუჭირე. ეს რატო არ გავდე? დაუჭირე. ეს დაუჭირე. წარმოდგენა არ გაქვს. არც ეკონომიკაზე, არც საკითხის, არც სადარგი მუშავნიათ, აგური არ გაქვს ცხოვრებაში დაგებული. და გამოდიხარ ტელევიზორში ყვერიხარ. რატო არ დახურეს ფეროს ქარხანა 4000 ოჯახი თურმე შეერი უნდა ყოფილიყო გარეს. დახურვას წესი გააჩნია. წესი გააჩნია დახურვას. არამარტო უნდა მოისმინოთ, არამარტო გაიაზროს. რეკლამის დროა, მეგობრებო, რეკლამის დროა, ჩვენ რეკლამის შემდეგ ისევ დავბრუნდებით. თბილისისა და ქუთაისის შემდეგ სახაჭაპურე ანტრებატონო ზესტაფონში გაიხსნა. ანტრებატონოში გელით, იმერული ხაჭაპური, ზესტაფონის ყველით, ნახევრადფენოვანი, რაჭული ბაჭული, კუბდარი და პიცა. თბილისისკენ მიმავლებმა თან გაიყოლეთ იმერეთის სურნელება. ანტრებატონოს ხაჭაპურის გემო, რკინიგზის სადგურის წინ, მოედანზე, სახაჭაპურე ანტრებატონო. პირს, რომელსაც უკავია თანამდებობა სახელმწიფო ან ადგილობრივ ხელისუფლებაში, ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან არჩევას. შენი აზრი მნიშვნელოვანია. შეიტანე წვლილი უკეთესი მომავლის შექმნაში. მიაწვდინე ხმა მსოფლიო ლიდერებს. გითხარი რა გჭირდება პირადად შენ უკეთესი სამყაროს შესაქმნელად. მიიღე მონაწილეობა გაეროს საერთაშორისო გამოკითხვაში ჩემი სამყარო და დაასახელე 6 ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი შენთვის და შენი ოჯახისთვის. გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს myworldgeorgia.org ან გააგზავნე ცარიელი მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 911 5-5. გითხარი როგორ მსოფლიოში გსურს ცხოვრება, რადგან შენი აზრი მნიშვნელოვანია. აკრძალულია და ისჯება კანონით საარჩევნო მიზნით საქართველოს მოქალაქისათვის ფულის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირება ან გადაცემა. აკრძალულია და ისჯება კანონით მოქალაქის მიერ საარჩევნო მიზნით მატერიალური ფასეულობის მიღება. 19 ოქტომბერს კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება სახალხო ზეიმი ოქროსფერის შემოდგომა. ღონისძიებაზე, რომელიც მხატვრული პროგრამის თანხლებით წარიმართება, მოსახლეობას დილის 12 საათიდან საშუალება ექნება იაფად შეიძინოს სხვადასხვა სოფლებიდან წარმოდგენილი შემოდგომის ნობათი. ადგილზე დააგემოვნოს ფელამუში, მწვადი, იმერული ხაჭაპური, შეიძინოს თონისპური და სხვა სურსათსანობაგე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი გილოცავთ შემოდგომის დღესასწაულს და გეპატიჟებით კულტურისა და დასვენების პარკში. ჩვენ ისევ ეთერში დავბრუნდით პატივცემულო ტელემაყურებლებო, რეკლამამ ვერ გამოხდა პოლიტიკური დაძაბულობა, სრულ სარეკლამო პაუზაში, სრულ კამათში იყო სტუდია, მაგრამ ვიდრე რეპლიკისათვის დროს მოგცემდეთ, ბატონო კახა, მე მანიშნებენ, რომ ტელემაყურებელია პირდაპირ ეთერში, მივცეთ საშუალება მას დასვას კითხვა და შემდეგ აუცილებლად მოგცემთ დროს რეპლიკისათვის დიახ ვისმენთ დიახ მოგესალმებით ავალი საფრთხე გამოიწვა ტერორიზმთა კაშის მიერ ახალი ტექნოლოგიები მათ აჭირდება ვინაიდან თერჯოლის ხარაგაულის ზესტაფონის რაიონის 150,000 მაცხოვრებელი
აგის სოციალური ტრესასუთი არის. კითხვა ძალიან გთხოვთ. ძალიან ამეუბნოთ ბაშკოთ ტელევიზია. რაც გავიკეთე დადებით. ეს არის 2008 წელს როცა იბომბებოდა ჩვენი ქალაქი. ბაშავაზე გადავიდა გულსიჯარი და უნდა წამოსულიყო. ძალიან გთხოვთ კითხვა რაში მდგომარეობს. ეს უკვე დაუბომბია. აღარ დაფოვიდა. ეს გავიკეთე ძალიან. მე ვიდეო და ვიდეო კითხვა თუ არა გაქვთ, მადლობას მოგახსენებთ. კარგი. ბატონო კახა თქვენს გამო. ერთი მომენტი გამორჩა ქალბატონო მარინა მეწეგან. აქ ცოტა მეცნო სიტყვები რომელიც აქ ქალბატონმა გააჩერა, იმიტომ რომ გარკვეული თვეები როცა პოლიტიკური სიტუაცია არ იყო ჯერ გაცხებული რაიონში, საინციდენტო ჯგუფმა ზესტაფონში ძალიან აქტუალურად დააკეთა ეკოლოგიური საკითხები და საინციდენტო ჯგუფმა დაბეჭდა გაზეთი მოსაწვევი ეგრეთ წოდებული, მე ხერხს მაქვს ახლა ეს გაზეთი და შემიძლია ტელემაყურებლებს ყველას ვაჩვენო და ალბათ მთელ ზესტაფონს და ხილიანად მიღებული ეს გაზეთი თითქმის ყველა ოჯახში დარიგდა. ანუ მოწვევა ჰქონდა ყველა პარლამენტარს, პრემიერ-მინისტრს პირადად ჰქონდა ამის მოწვევა, ყველა მინისტრს, მაგრამ მოხდა ისე რომ მსგავს შეხვედრაზე არავინ არ გამოცხადდა, ზესტაფონების თხოვნა არავინ არ გაითვალისწინა. ამიტომ როცა საქმე ეხება ჩვენი პარტიის პოლიტიკურ კურსს და ასე შემდეგ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მხოლოდ ამ შეხვედრაზე მოვიდა სახალხო კრების წევრები და ჩვენი პარტიის წარმომადგენლები. მსგავსი სხვა არავინ არც ერთი წარმომადგენელი გამოსულა. თვითონ ქალბატონინო წასული იყო საზღვარგარეთ ამ დღის განმავლობაში და ჩამოსვლამდე და ვერ ჩამოვიდა და ძალიან დიდი ბოდიში მოიხადა ზესტაფონების წინაშე. ამის შემდეგ მე მგონი გარკვეულია უკვე ვინ არის დაინტერესებული ამ ცეთი პრობლემებით ზესტაფონში და ვის უნდა ამის შეცვლა და ამის სასიკეთოდ შემოტრიალება ჩვენი ქვეყნისთვის. აი ეს მინდა გამიკეთებინეს განცხადება, აქ იყო ასე თქვა მინდა ქალბატონს მიმართო, მათმა გააკეთეს საინციდენტო ჯგუფმა ეგრეთ წოდებული ბუკლეტი, სადაც რაღაც მეცნო სიტყვები ერთად გადავარჩინოთ ზესტაფონი, ერთად გადავარჩინოთ ჩვენი შვილების მომავალი და ასე შემდეგ. ეს დაწყებული იყო ეს საქმე და ძალიან მეცნო თქვენი სიტყვები, მე მოგეწყინებათ, მაგრამ იქ იყო ერთი ადამიანი წარმომადგენელი, რომელიც ამას ყველაფერს იწერდა და ალბათ ეს რაღაც იქიდან მოხდა, რომ რაღაც კარგი წამოწყება დაინახეს ვიღაცებმა ასეთ ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში და სწორედ აქედან მოვიდა თქვენი ალბათ ასეთი რაღაცების შექმნის იდეა. თორემ სწორედ მაშინ როცა ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაშინ სად იყო ორგანიზაციები? რაც ბევრი იქნება ასეთი ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, მივესალმებ, მაგრამ გავსი ანალოგიური ესეთი მესეჯების გაგზავნოს საზოგადოების, რომელიც ჰქონდა აქამდე, ეს უკვე რაღაცა სხვანაირად ჟღერს. გასაგებია, მე ვთხოვ დარბაზში მყოფ მხარდამჭერებს თითო წუთი შეგიძლიათ თქვენს რადიოსთვის გამოვიტანოთ ბატონო შალვა. მივესალმებ ტელემაყურებელს. დიდი მადლობა ხალხომარნა, მადლობას მოახსენეთ ტელევიზია არგოს ხელმძღვანელობას. მინდა პირველი სიტყვა გამოთქვა საკითხთან დაკავშირებით. რაც თავი მახსოვს, სულ ლაპარაკია ხელის პრობლემაზე. სოფლიოს არ აქვს ქალაქი მეორე, რომელიც 24 საათი იყოს ასე ყვავში დაფარული. შეიძლება 24 საათი მიშოროს. რაც თავი მახსოვს, ყველა პირდება, ყველა დეპუტატამდე არსებული ინსტანციები, რომ ჩვენ გავაკეთებთ გავფილტროთ, ქალაქში ასე იქნება, სისუფთავე იქნება და არ გაკეთებული არაფერი ტრენდის. თვითონ ფილტრები გაკეთა, ეს ფილტრები მოძველდა, ისევ გაზიანდება გარემო, ისევ ზესტაფონი და მტრიში არიან. მე მივესალმები ინიციატივას ბატონი ვახტანგისას, თუ ახავდი არაფერი არ ეშველა, იქნება სიახლეების საკანონმდებლო ბაზის გამტკიცება რაღაცა შევძინოს. ინვესტორების მოსაფერებელი არაფერი არ აქვს. ფერვარის ყველას მომგებიანი საწარმოო და აქ მოუხარია მოსვლა. ყოველად შეეხება ხალხო ნიროს, მას პირად საუბარშიც ვთქვავს. უნდა გავიცნო რომ ის ქალია და ქალები წესრიგსა და სისუფთავის განყურადებას აქცევენ, რომ მე ჩემს მშობლობაში ნომერ პირველი გადაწყვეტილი საკითხი იქნება ზესტაფონის ბავშვები აღარ მოიწამოს. ეს მას პირად საუბარში შექმნა თქვენ პროგრამაში შედებული აქვს მასთან ერთად კიდევ ავტომაგისტრალის გადატანაზე ფიქრი, შემდეგ სასმელი წყლის ფილტრაციის გადახარება გადაიარაღება, ტექნიკური გადაიარაღება და სიდგო მანგანის ნარჩენების გადანის მოწესრიგება და სხვადასხვა ბევრი ეკოლოგიური საკითხები. გასაგებია, მადლობთ ბატონო შალვა, ზარია პირდაპირ ეთერში მოусმინოთ მაყურებელს, მოგესალმებით, შეგიძლიათ დასვენება. ალო. დიახ, გისმენთ, ბრძანეთ. მოგესალმებით ყველას. გამარჯობა. თუ არ ეხება რომ ისმის ზესტაფონს სულკა გარემო და ჯანმრთელი ცხოვრების და დაიწყოს ახალგაზრდა თაობა დამცირდეს უყოფილი. დიახ, მაგ საკითხებზე ვსჯელობთ ზუსტად კონკრეტული კითხვა არ აქვს.
გასაგებია ბატონებო, ჩვენი მიდგომები ამ პრობლემურ საკითხებთან მიმართებაში ისევ ზარია სტუდიაში, როგორც მანიშნებენ, მოდით ისე მოусმინოთ მაყურებლის აზრი, შეკითხვა. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, ბრძანებთ? ვერ მოდებით თქვენს კითხვას, გისმენთ? ალო. დიახ, ბრძანებთ? გამარჯობა, მოგესალმებით. Тисячи клиентов Скажем, ძალიან ხარია რომ გასაკეთე გამომდინარეობს საუბარი, მაგრამ მე почему ქალაქი ვარ. ეს გლობალური საკითხია. ასე ერთი შევის მოსმით, ან გაჩერება შეიძლება ქარხნის. ან ერთი შევის მოსმით, რაიმე გამოსწორდება ქარხანაში. ან პოზიცია და პოზიცია ყველა გადაება საფუძვლით. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. ეს ახება ეკონომიკასთან. საერთოდ არის მარტო გესტაპოვის და საქართველოს საკითხი. ძალიან უყვარ, მაგრამ არანებურად კეთება მცირე ქარხნები. აი, იქიდან უნდა დავიწყოთ. გასაგებია. ჩემი პირადი აზრი ეს არის. გასაგებია. აი პრობლემებზე რაც თქვენ სულია რომ ასე ვაიგივებთ და მაგრამ რეგულაციებზე ლაპარაკი. არცეთ ახალგაზრდებზე არის გასებული ნებართვა. ეს უნდა გაიგოს ჩვენმა მოსახლეობამ. ახალი ხელისუფლების პერიოდში არცეთი ნებართვა არ არის გასებული ამ ტიპის საწარმოზე. გასაგებია. ხო, ეს მიაწვდიოთ მოსახლეობამ. ეს კი ბატონო, გაჩერება რა შუაში? იან გაჩერება. დააწესებენ კონტროლზე. კონტროლი დააწესებენ. ამაზე არ ვიტყვი ბატონო. თქვენ როგორ წარმოგიდგენია ბეროში რომ შევიდეს ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც უნდა გასცეს ლიცენზია. არ დაიხურება ბერო? აქედანო გარანტიას გასგებდო ჭიშკარდანო დაწერენ ძალებას დახურვაზე. ეჭვებარებად რომ შეუძლია. რა თქმა უნდა, არის შეუძლია. შიგ აი პირველ კარი ჭესთან დაიწერება დახურული. ამ თემაზე მუშაობთ და მინდა მოგლეთ გითხრათ. ჩვენ დახურვას არ მოვითხოვდით არასდროს. ვითხოვდით რომ საზოგადოებრივი ჯგუფი ყოფილიყო მონიტორინგში და გვენახა ის პროცესები, რომ როგორ კეთდებოდა ამ შეკრების რეაბილიტაცია, მაგრამ ეს შეწყვიტეს და არ გააკეთეს. მე კიდევ ახლა დღეს ვამბობ ასე. და მე მგონი სწორად ვამბობ. თუ ასე როგორც დღეს მუშაობს ფეროს ქარხანა, მე მირჩევნია დაიხუროს. თუ არ დაიწყება ის ნაბიჯები, რომ ეტაპობრივად დაყინდეს ფილტრები და საზოგადოება იყოს ელემენტარულად საფეხურში, რომ იცოდეს რა ხდება, მე მირჩევნია დაიხუროს. ჩემი შვილის სიცოცხლე მე მიღირს ვერ ჩავიდა მიწონს. ანუ რომელიც შვილის სიცოცხლე გიღებთ თქვენ უფრო მეტად, ან საქართველოს ეკონომიკა, ან ვიღაცის თან რაც თავარია. გადასახადებს ფეროს ქარხანა იხდით ცენტრალურ ბიუჯეტში. ზესტაფოს ხდება მიზერული ამ გადასახადებიდან. ესეც მოსაგვარებელია და ესეც საზრუნავია ბატონებო, რომ ვინც გაიმარჯვებს და ვინც იქნება მართლა ხელი მოუმართოს, ვისაც ეკუთვნის, ჩვენ გვეკუთვნის ძალიან დიდი წილი გვაქვს გაგებული, აი იმისათვის რომ ქარხანა მიმუშაოს. უამრავი ადამიანია გადაცვლილი და ითქვეს ზესტაფონის რაიონი ამას, სტუმართ მოყარე რაიონია. უყვარს სტუმარი, უყვარს უცხოელი, უყვარს თბილისელი, ყველას პატივსებთ, მაგრამ ჩვენს საშველი გვინდა. გასაგებია დავუბრუნდეთ ბატონებო გადაცემის ფორმატს, მაგრამ მე ისე ვიმართებდი რომ ზარი გვაქვს პირდაპირ ეთერში, მოდით ამ ზარსაც მოусმინოთ და ალბათ შემდეგ ზარებს ვეღარ მივიღებთ. დიახ, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში და მე შეკითხვა და ამიტი გავიზიარებ რომ პოზიცია და ოპოზიცია ეს ყველანი ჩვენი გამჭრიანებული ზესტაფონის მოქალაქე და შვილები და შვილები არიან. ძალიან ერთმანეთს რუგის დაუწყდა პოზიცია და ოპოზიცია ერთი ძალიან გასაგებია შეკითხვა მადლობთ ჩაგვისათვის. დავუბრუნდეთ ფორმატს კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ გადაცემის მეოთხე ბლოკში ვართ უკვე დასასრულისაკენ წავედით.
და თვითეულს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელს გაქვთ 1 წუთი რომ მიმართოთ ჩვენი რაიონის მოსახლეობას, მიმართოთ ზესტაფონლებს, რატომ უნდა მოვიდნენ 27 ოქტომბერს და დაუჭიროთ თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატს მხარი. ჩვენ რიგითობა ვიცით, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. მე მიმართავ პატრიცემული საზოგადოებას, ჩემს ზესტაფონლებს და სულიერ საქართველოს და ვამბობ, რომ ეს მხარი უნდა დაუჭიროთ გიორგი მარგველაშვილს, იმიტომ რომ აი აქ არის თხოვთ ამას. აქ არის ის საქმენი, რომელიც აკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მისი კანდიდატიც გააგრძელებს ამ საქმეს. რაც იქნება კეთილდღეობისაგან წასვლა. აქ არის ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩამოთვლილი ის საქმენი, რომელიც უნდა გაეკეთებია და აეყვევებია ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც არ გაკეთდა და მე მინდა მიუხედავად იმისა, მე არ ვიცი გააკეთებიეს თუ არ გააკეთებიეს, მაგრამ ქალბატონი ნინო გურჯანაძეს 2003 წელს პირდებოდა ესაც საკითხი არ ახაც არის, ამიტომ ზესტაფონლებო აირჩიეთ ის, ვინც აკეთებს და გაკეთებული საქმით მოვიდა, თუ რაღაც მიზეზების გამო ობიექტურის თუ სუბიექტურის ვერ გააკეთა. ეს არის დღეს გადასაწყვეტი და არა სხვა საკითხი და ზოგადად მინდა გავიდა ბატონო მე სულ 1 წუთი მაგდა ნახევარწუთი დავიმატე. მე აგერება საათი მოდა კარგი დროს ხარჯავთ ბატონო. მე მინდა ყველას მოუწოდო ერთი საკითხისაკენ და ქალბატონის სწორი ეს არ არის ზესტაფონის მასშტაბის გადასაწყვეტი. კარგია რომ დაინტერესებული ვარ და ვთქივა თითოეულ ჩვენთანგან. ეს არის სახელმწიფო დონის საკითხი და ამას წვიტავს და ნუ ჩავემბებით ისე დისკუსიაში რომ ვითომ ჩვენ ვართ ვიღაცაზე მე თავრობა ხელისუფლება ამ საკითხს მიუდგა ნელ-ნელა წვიტავს ეს არ არის უცბად ნაჩქარების საკითხი რომ მოგვარდეს ეს არ მოგვარდება ახლა პოპულიზმის და იმის რომ ნამდვილად არ გვაქვს მაგრამ ვამბობ რომ თუ უკეთესობისკენ რამე უნდა შეიცვალოს ამას ეს ხელისუფლება შეცვლის მადლობ ხელისუფლება გასაგებია ბატონებია მაგრამ ამას უბრალოდ მარგველაშვილი ვერ შეძლებს ლასტენის კაცმა პირი გასაგები გააკეთოს და სატელეფონო ჩვენ აჩავერებით პრინციპი ლასტენის კაცი ამას ვერ გააკეთებს და მეჯერეთ ხალხს ზესტაფონებს მოუწოდებ ბოლო სატელეფონო ზარი ლასტენის კაცმა არ უნდა მიწეს ზესტაფონებს ხალხს დამეჯერეთ დიახ გისმენთ მოგესალმებით გისმენთ დიახ გისმენთ ძალეთ კითხვა მოგესალმებით. ერთი შეკითხვა მაქვს. პრემიერის წასვლა ხომ გამოიწვევს კოალიციის დაშლა? ბატონო თქვენ მე მინდა ქალბატონს უპასუხო რომ პრემიერის წასვლა გამოიწვევს თუ არა კოალიციის დაშლას. მოკლედ ბატონო. მე ვამბობ ერთ რაღაცას რომ პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომა არ გამოიწვევს ეკონომიკური განვითარების შეფერხებას და პირიქით უფრო ძლიერი ნაბიჯები ზუსტად ეს პრობლემები მოგვარდება იმ ფონდით, რასაც აყალიბებს ბატონი ბიძინა. პირიქით უფრო ძლიერი სულები გაკეთდება ეკონომიკის მიმართებაში. პოლიტიკური კოალიციები არ უნდა გვაშინებდეს. ჩვენ ეკონომიური პროგრესის შეფერხება უნდა გვაშინებდეს და ეკონომიური პროგრესი პირიქით უფრო გაძლიერდება ივანიშვილის საზოგადოებრივ სექტორში გადასვლა. ალბათ კითხვაზე პასუხი მაყურებლისთვისაც სამომწურავია. მივყვეთ ჩვენს ფორმატს საქართველოს ლეიბორისტული პარტია 1 წუთი ბატონო დავით. მიმართვა ჩემს ზესტაფონებს დიდი ხნით აწევართ კონკურენტობას არ მივიპოვებ, უბრალოდ გეტყვით რომ რაც ჩამოთვლილი იყო წარმოქმნილი წინასაარჩევნო პროგრამა გათვლილი იყო რეალობაზე და არის დასული ათასახავს ქართულ ინტერესებს და სიძლიერეს გამომდინარე ყოველიდან ერთი თქმა ჩემთვის ბატონიშა არასოდეს ყოფილა ხელისუფლებაში და არასოდეს უვალაღია ხალხისათვის ასე რომ და ერთი ნდობის მანდატი შეიძლება რომ ისეთ ზესტაფონებს გიგართო ყველაფერი გაგართოს. მადლობ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბატონოთა რატომ უნდა დავიჭირონ თქვენ მხარე? დავით ვახტაძე არის პიროვნება, რომელსაც შესწევს ძალა იმისა, რომ იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, რათა არჩეული კურსით გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ და ნატოს სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ. შევარჩიოთ ცოცხალი ოკუპაცია, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის
საქართველოში და დღევანდელ მთავრობას და პრემიას არ აინტერესებს ეს როგორც ჩანს, რომ ერთხელ მაინც ჩავიდოდა დიცში და დვანში და იქ გამოხატავდა თავის პროტესტს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს საქართველოს ანექსიის, რომ მოახდინოს საქართველოს ანექსია. დავით ბაქრაძე ყველა საჯარო გამოსვლაში ხმამაღლა ეძახის, რომ ის არ იქნება ერთი პარტიის პრეზიდენტი. ის იქნება ყველა თითოეული ჩვენთან გადის პრეზიდენტი და მას შეეძლებს ძალა, რომ საქართველო გააერთიანოს. მადლობთ. ბატონო ოთარ, ბატონო როი, ხალხის პარტია. მე ჩემს მოწოდებას დავიწყებ ხელმძღვანელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ხალხის დამოკიდებულებისაკენ მოწოდებით. გვაქვს დღეს ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება, ვისაც უნდა რომ საქართველოში დაბრუნდეს განვლილი 9 წლიანი ჯოჯოხეთი. აირჩიოს დავით ბაქრაძე, მოკლედ. ვისაც უნდა რომ საქართველოს ყავდეს მთავარსარდალი, რომელიც ჯარშიც კი არაა ნამყოფი. ვისაც უნდა რომ ყავდეს საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ქვეყნიდან წავიდა, სრულწლოვანი იყო და წინდებს ხსოვდა სადღაც. და ვისაც უნდა რომ საქართველოს ყავდეს პრეზიდენტი, რომელიც რეალურად პრეზიდენტი კი არა, პლასტელინი იქნება, აირჩიოს დავით ბაქრისა, გიორგი მარგველაშვილი და პრინციპში ერთნი არიან ორივე და ვისთვისაც საქართველოა უპირველეს ყოვლისა. მან ხმა მისცეს შესაბამისად ყოლა დავითაშვილს. ლოხტომიანი ყოლა მადლობთ. დემოკრატიული მოხტომიანები და გადამხდარებით თქვენთან ხალავია. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო. ბატონი შალვაბი პასუხობს ამ წუთიანებას პარტიის მხარდაჭერა. ძვირფასო ტელემაგურებელო მოგვართავთ თქვენ. მოგეხსენებათ რომ ნინო ბურჯანაძე არის დიდი ინტელექტუალი, გამოსვლილი პოლიტიკოსი, პროფესიონალი. ნინო ბურჯანაძე არის დიდი ინტელექტუალი, გამოსვლილი პოლიტიკოსი, პროფესიონალი, შრომისმოყვარე, ენერგიული, მებრძოლი ქალბატონი, ამასთან ერთად. და ნუ დავავიწყდები რომ მრავალგანჯულ საქართველოს, რომლის ტანჯვას არადარდაადგა საშველი, დღეს ზუსტად სჭირდება დედობრივი უზრუნველობა და სიტყვა. მას არჩევანი თავისთავად ნინო ბურჯანაძეზე უნდა გაკეთდეს პარტნიორი. და ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა ბატონო ვახტანგ და ყველას მოგესალმება რომ ჩვენი ქართველები ასე ტრადიციული და ძალიან ისეთი საკმაოდ ძლიერი კულტურის მაგარებელი ვართ. ამგვარი აქედან ის საიდაც მიდის ქვეყანა და საიდაც მინდა ჩვენ წავიდეს და წავიწყოთ, ეგ არის ევროპული დიდი ოჯახი, ხო? ევროპის აქვს ესეთი სლოგანი ტრადიციებით ევროპისკენ. მე ვერ შევზღუდავ და არც შემიძლია შევზღუდო და არც შეიზღუდება ქართველიერი თავისი ტრადიციებიდან გამომდინარე ის ევროპა იყოს თუ საიტს გამართულებითაც, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის კარგი ნაბიჯი იქნება. გამომდინარე აქედან ეს არის ესეთი გარანტი, რომელიც იმ ქრისტიანულ ძალიან კულტურულ და ტრადიციულ საქართველოს მიესადაგება და ასე რომ მამიესეთ გევითარ გამოდის. მადლობთ. აგრეთვე ტელემაგურებლებო, თქვენ მოისმინეთ პოლიტიკური პარტიების ხელები, გაეცანით მათ პროგრამულ მიმართულებებს, მოისმინეთ მიმართვებით თუ რატომ უნდა დაუჭიროთ მხარი მათი წარმოდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატებს. ჩვენი გადარჩენია მადლობა მოახსენოთ ბატონებს ჩვენთან სტუდიაში სტუმრობისათვის და წარმატებები უსურვოთ მათ პოლიტიკურ პარტიებს. და იმ იმედით რომ 27 ოქტომბერს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით თქვენს მიყვალ საარჩევნო ყუთებთან და თქვენთვის სასურველ კანდიდატს შემოხაზავთ. მე ამის გემშვიდობებით კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრაზე.